მოგესალმებით მეგობრებო, ახალ ფორმატში ვაგრძელებთ ჩვენ მოღვაწეობას ჩვენს არხზე. მოდკასტი, მე ოთარ დავლიანიძე და ჩემი უცვლელი სტუმარი ტარას კვარაცხელია. დიდი მონადირე სპორტსმენი, მაგარი კაცი ჩვენი ძმა და მეგობარი. აბა როგორ ახლა შემოგა? ხლებოდი არ მეგონა ბიჭო იმდენი რეგალია ჩამოთვალე. ერთი ეს აგვიხსენი მოდკასტი რა არის რა. რასაც ვაკეთებ. მოდკასტი არის პოდკასტს და მონოლოგს შორის არის ესეთი რაღაცა რა. ფირმაში ძალიან განვითარებული თემა არის და რომ ვნახე და დაუკვირდი დაახლოებით ჩვენი თემებიც რაღაცა მაგ თემაში მიდიოდა და ამიტომ გადავწყვიტე თან უფრო მონადირის კასტის გადის თან. მონადირის კასტი. მოკლედ ეგეთია. მოდასთან არ არის რა თქო. არა, მოდასთან არა, მაგრამ შეგვიძლია, ეგეთი რაღაცები გავაკეთოთ. არა, ნუ საზოგადოებაში ახლა ნადირობაც მოდაში შედის. სხვათა შორის, რასაც დავაკვირდი, ისეთი იარაღების შემოდის ჩვენთან. კორპორატივებს აწყობენ მწყერზე ძმაო. ხო, არის ეგეთი რაღაცები. თურქეთის ღორზე, მაგალითად. ძალიან კაი. სადაც ჩვენს ველოდებით რომ წავალთ აუცილებლად წელს. კი, გვინდა, ყველაფერი გვინდა ჩვენ. მაგისთვის ვიარაღდებით. კაი, აბა რა შვები, როგორ ახარ, რას ფიქრობ? ზოგადად ხა ჩვენი დღევანდელი თემა იქნება, ზოგადად გვინდა მიმოვიხილოთ მონადირე ძაღლები. შენზე ვიცი რომ მეებზე გამოდიოდი, გამოფენებზე მე მგონი გამოყავდა ხო ძაღლები. ჭორის დონეზე ვიცი მე ხა სპორტში. ყველას გამოყავს ვინც არის ახლა ამ განხრით გატაცებული, ყველას ჭირდება რა მონადირე ძაღლის გაყვანა გამოფენაზე. გამოფენა ის შემთხვევა არ არის, სადაც თქვა უნდა გამოხვიდე ვაიმე რა ძაღლი მყავს. გამოფენა არის უბრალოდ საშუალება რომ შეამოწმო რა ძაღლები ყავს ქვეყანაში. ანუ შესაბამისად უკვე საველე გამოცდა არის ერთი, გამოფენა არის მეორე. გამოფენა არის იმისთვის საჭირო რომ შეაფასო რომ ძაღლს ეგრეთ წოდებული ფიზიოლოგიური ექსტერიერი აქვს წესრიგში, გააჩნია თქვა ყველა შესაბამისი ნაწილი, პრიკუსი აქვს ნორმალური, აი ეს კბილების განლაგება თქვა რაღაცა და საველე გამოცდები, საველე შეჯიბრებები და გამოცდები არის იმისთვის რომ შეესაბამება ძაღლი თუ არა მონადირეულ სტანდარტებს ზოგადად. ხო, არა, ეგ გავიგე. იმიტომ რომ ამათ კრებულზე მე როგორც ხვადებს ისევე ძუებს, არა მამალს და დედალს. ხო, როგორც იციან ხოლმე, ხვადებს და ძუებს, უფრო შეურჩიონ სწორი ვთქვათ პარტნიორი იმისთვის რომ შემდეგი თაობა უკეთესი გამიზარდოს. ნუ ამასთან დაკავშირებით ჩვენ ზოგადად კატასტროფა გვაქვს. და ეს იყო ჩემი ესე ვთქვათ ინტენდი რა მთავარი რომ აქ მოსულიყავი მაგასთან დაკავშირებით. ანუ და მე ჩემ აზრს ჩამოგიხალიბებთ, მაგრამ მოდი ახლა გავშალოთ ესეთი რაღაცეები. არსებობს რამოდენიმე ტიპი მონადირი ძაღლის. ეს არის მტევარები. ხო, რომლის შესახებ მე არაფერი არ ვიცი, არაფერი რა ვიცი, მაგრამ იმ დონეზე არა ვარ თვითონ ცნობიერებული რომ რაღაც ვთქვათ ჩემი ჩამოყალიბებული შეფასება მოვახსენოთ, ხო ხტები რანა. და სხვადასხვა ეს ჩემი ბრალი არ არის მარტო რა, აგერ ეთერიდან მიყურებენ აქ სახელდაგვარებს ვიღაცებს არ დავასახელებ. რამდენჯერ შემპირდით რომ წაგიყვანთ, რამდენჯერ მაგრამ არ წავედით. თქვენ ნამუზე იყოს ბატონო. იმედი ეს ხალხი გვეყოლება მე ეთერში, იმიტომ მე ოთო ეს დრამის გთავაზობ. მოდი დღეს ახლა ჩვენ ჩავწეროთ ის რაც ჩვენ ჩავწერთ, რასაც ჩვენ ჩავწერთ და ჩვენი მოსაზრებები ზოგადად. მე იმედია რომ ამას ის ხალხი უყურებს ვისიც მოწვევა გვინდა, მე მეგულება ვთქვათ იგივე რამოდენიმე ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მათ აქვთ ერთმანეთისგან განსხვავებული აზრები რა. ერთი იგივე საგანს შეიძლება განსხვავებული აზრი ქონდა. არის ესე იგი ჩამოყალიბდეთ, არის ეგრეთ წოდებული მდევრები, არის სოროს ძაღლები, რომელსაც მიეკუთვნება, აი მდევრებს მიეკუთვნება გონჩები, ანგლო-რუსულს უძახიან, იმას რუსულს და ასე შემდეგ. არის სოლოს ძაღლები, რომელსაც მიეკუთვნება იგივე იაქტერიერი. აჯზე, მელაზე, ასე შემდეგ. მაგათ პატრონებს ძირითადად მაგარ ლაფატკებით იჭით. ერთხელ რომ წამიყვანეს, მეთქი ბიჭო ელიავაზე წავსულიყავით რომ დამაჭერით. გეთქო და ელიავადან წამოვიყვანდი ერთ ხუთ მუშად. თუ ჩემის ახლა მოვკვდით მაგის ხრაში რა. და აი ჩემი იმით რა სასტიკი ნადირობაა რა. გამოვიდა ძაღლი აქ მოხეული აქვს, ხიდი აქ ახეული ის მოკლედ რა, ერთხელ ვიყავ მეორეჯერ არ წავალ, მაგრამ ძალიან მიყვარს მაჩვის ხორცი.
გემრიელია. საოცარი არის. აგერ იმედი მაქვს ერთ-ერთი ექსპერტი თავის საქმეში და წამყვანი ამ სექციის. ლევან კიდელაშვილიც გვეყოლება ამ ეთერში. ჩვენ განვიხილოთ მარტო ჩვენი ძაღლები, რასაც ჩვენი ძაღლები და ანუ ფრინველზე მონადირი ძაღლები, ეგრეთ წოდებული. რითი განსხვავდება ეს ძაღლები, ხო? პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ამ ძაღლების არის ნაბულის გაკეთება. ანუ იმათი ნერვული სისტემა გენეტიკურად ისე არის მოწყობილი, რომ როცა ეძებს და ცხვირზე მოხდება ფრინველის სუნი, ის ინაბება და კეთდება ნაბული, ან დგება ნაბულზე. აქაც ორი განხრაა, კუნძულოვანი, ეგრეთ წოდებული და არის კონტინენტური. ეს კუნძულოვანში ძირითადად ჩვენ ვინც ვიცით, არის სეტერები, არის პოინტერები. კონტინენტალურში ბოდიში რა. არის კურცხარი, დრატხარი, ეპანიოლის ადგილი ჩემი ძაღლი. შენი ძაღლი მანდარი. კონტინენტში გადის? კი, კონტინენტში გადის. კაი ბიჭო ყოფილი. კიდე არის ერთი განხრა სპანიელები და ვასი შემდეგ და ისე სადღაც შუაშია ჩემი ძაღლი. სპანიელის ტანის კი არის. ეპანიოლს უძახიან ზუსტად არ ვიცი შენი ძაღლის საიდან მოდის ეს შენი ძაღლი. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ იგივე ესპანეთიდან იქნება და მინარევების სეტერის და ფრანგულია ეხა ეს. სეტერის და თქვა სპანიელის მინარევები იქნება უეჭველი. ჩემი უეჭველი ხო. მაგრად გავს. ტანით სპანიელს გავს და ვიზუალი სეტერისა აქვს. კი და ძალიან განსხვავებული უყურე ახლა ყველა მონადირის მიდგომა არის მაგარი განსხვავებული ტიპები ზოგი გიჟდებიან რომ აიმე კურცხარს არაფერი არ ჯობია, დრატხარს არაფერი არ ჯობია, სეტერს არაფერი არ ჯობია. გესმის? ბიჭო მაგარი წინააღმდეგი ვარ, აი ასე მიდგომის რა. იმო თოფებზე ზესეა, აუ დადგება ხალხი და იშდვაცემს არაფერი არ ჯობია, იმას არაფერი არ ჯობია. ყველაფერი ერთი ცხონებული იყო, მაგარი სხვადასხვა ადამიანი გამოსტილი, ვისაც ყავდა ძაღლები, მაგას ერქვა ტუტული ესიაო და ეხლა ვინც მე მიყურებს, ყველა იცის ეს სახელი, ყველა მიცის ეს სახელი. მაგარი გამოსტილი ადამიანი იყო და მეუბნებოდა ყოველთვის, რომ ტარას ყველაფერი იცნობა შედარებაში. ანუ ეხლა რუსული ჩავრთოთ, იმიტომ უფრო რუსულად ლამაზად ჟღერდა ეს, всё познается в сравнении. ბიჭო, შენ თუ ყავდა კურცხარი, დრატხარი, სეტერი და თან არა ერთი ძაღლიდან გამომდინარე უნდა გამოიტანო ეს დასკვნა, მე შეიძლება გააკეთო დასკვნები. შესაბამისად თოფებში იშდვაცემის უნდა ქონოდა ატარმსიც და ხელში დაჭერილი არის. იგივე ჰოლანდი, იგივე ის რამოდენიმე ვთქვა. თოფი რომ მათ შორის გაიკეთებინა შედარება და არა YouTube-ის არხის მიხედვით ვიღაცა რაღაც. ბაბუა ჩემისთვის ყველა საყვარელი ტულკა იყო, მაგას თოფი არ ეჯობდა ეხლა. ხო, მაგისთვის თოფი არ ჯობდა, იმიტომ რომ ის იქეთ არ ქონდა რა, თურე ეხლა. ეგრეა. მანქანებში ანეკდოტი უნდა მოყვა მაგასთან დაკავშირებით. გამოვში. ოღონდ კურდღელზე და ლომზე არ მოვა. თუ ჩემიზა. შენ ხო ისეთი მოდკასტი გვაქვს, რასაც ყველაფერი მოსულა რა და ბიჭო შვილიშვილი ზის უყურებს პორნოგრაფიას რა. ბებია შეუსწრებს რა. იცი ეგარიტი. ვიდი მე. ეს დაიზმენდება ეს შვილიშვილი უყურებს და ეს ბებია უყურებს ამ პორნოგრაფიას და ის შვილიშვილი უყურებს ბებო ეკრანს შეშტერებია რა. ეს უყურებს ბიჭო რავა ერთ პოზაში ამოხდეს. მეტი არ იცოდნენ რა. ჯოაკსა ის უნდა ვიყოთ მე და შენ რა, ოთო. იბრა შვილებთან დაკავშირებით ხო ხტები ახლა ჩვენ იმდენს ვილას ღენდარებთ რა და მე ამის აზრება უნდა ჩვენ შვილებმაც უნდა შეღებ. არა, რაღაცა ჩავჭოთ რა ვადაო. რას ჩავჭოთ. მოგეთ ყველაფერი არის შედარებით ცხოვრებაში. ანუ ის უნდა შეადარო ამას, შესაბამისად ვაშლი არ უნდა შეადარო ისა რა ქვია. 800-სართულიან კორპუსს. ატამში შეიძლება ის იყოს ხილად. გასაგებია. აი, წავედით ახლა ცუგებთან. ესე იგი, ცუგებთან ახლა მე პირადად მომხრევა, მე ახლა ჩემთვის ერთადერთი ყველაზე დავამთავრებითი ჩემი კარიერა, თქვა, ბევრი არ მყოლია ახლა ძაღლი, არ შემიძლია დავიტრაბახო, მყავდა პოინტერი, მყავდა კურცხარი ერთი მყავს ახლა კურცხარი და ძალიან ცუდად არის ნერონა. სამწუხაროდ. და მყავდა ორი სეტერი, ინგლისური? დიახ, და ჩემი გული და ჩემი ტვინი და ჩემი მთელი რა ვიცი, ვნება ესე რომ ვთქვა, სეტერს ყავს წაღებული მორჩი. მე ჩემთვის გადავწყვიტე რომ ეს სხვა ძაღლი არ მინდა, რა შეიძლება უკეთესი იყოს, შეიძლება რაღაცას მე ვერ ვწდები, მაგრამ ეს ჩემი მიმართულება არის, იმიტომ ერთ-ერთი ყველაზე რთული ძაღლი არის, მაგრამ თუ ეს სირთულე გადალახე,
ჩემი აზრით კიდევ ერთხელ ვიძახი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მე მყავდა ინტელექტის მე მყავდა ირლანდიური სეტერი ბავშვობაში მახსოვს. აი ეგეთი ძაღლი რაო ჯერ არისტოკრატი ძაღლი იყო ისეთი ყველაფერს გიჯერებდა ტიპს რო ელაპარაკებდა. მაგრამ უფრო მერე რო დაღვინდა მერე თან ჩვენთან ერთად იზრდებოდა სახლში და მაგ პოინტში უფრო სოციალური ის იყო. აუ იმენა სასწაული ძაღლი იყო. ჯوار უნდა შენთან იზრდება თუ არ იზრდება სეტერებს არ გააჩნია ესეთი მავნე ჩვევები, ოქტები სახლში სეტერები მყავს. ანუ ერთი მყავდა რუნი, ძალიან აი დღესაც ხათამზე რო დავდივარ, რომ მახსენდება, ოღონდ მართლა გეუბნები ცრემლები მადგება თვალებზე რა. ხო და ნუ კურცხარი ეს არის ეს სულ დაძაბული უნდა იყო. გიგისავით გიგიცი რა ისაკაცის და რო ეს მე არ მithქვას რა. მაგრამ რას ვიძახი იცი რომ ბიჭო სულ რაღაცას აბუჭებს, სულ რაღაცას ღრნის, სულ რაღაცა უნდა გააფუჭოს, შეიძლება ენერგიის მქონე, მაგრამ მეც წამიყვანია აი დამიღლია ძაღლი, მოსულა მაინც შლანგი ან რაღაცა იყო გადაღნილი ან რაღაცა. ჩემი ეპანიორი მე რო თუ გადარჩე ახლა ამ თავის ბოლო იმას გადარჩა იმის მერე კურცხარი მე არ მეყოლებოდა შანსია და იმიტომ რომ ნუ ჩემთვის არის ესეთი ძაღლი. ხო და შესაბამისად ახლა უყურე რითი დაიწყო ეს ჩემი მოღვაწეობა მე თავის დროზე ავიყვანე ლეკვი პოინტერის ლეკვი აზზე არ ვიყავი რა მაგარი ძაღლი მყავდა აი აზზე არ ვიყავი და სულ ეჭხუბებოდი ეს ცოტა ძაღლი ცოტა გადიოდა რა ხო ხტები რა და მე მინდოდა რომ 20 მეტრში ყოფილიყო. აუ მაგაზე მეც ეგრე მქონდა და მე გავიგე რომ მოხრები დღესაც არის რა. არ შეიძლება ხო? მე არ შეიძლება არა ახლა ვის როგორც უნდა ვის იყოს ხო ხტები მაგრამ მე ჩემი მოსაზრება მაგ ახლა შენ თუ 20 მეტრში გინდა ძაღლი რად გინდა რა შენ თუ იცი სადაც ის ფრინველი შენ თვითონ მინდა ძაღლი რად გინდა კიდე უარე მაგას რა მაგრამ არიან ტიპები რომელიც არიან აი როგორც დირექტივებით მოდი აქ ნახე მე ამას არ ვემხრობი რატომ შენ თუ ძაღლი ბავშვებიდან ნუ ლეკვებიდან მიანჩვია რომ აქ ნახე მე სულ შენზე იქნება დამოკიდებული მაგრამ მეორე მხრიდან ეს უკიდურესებაც არ შეიძლება ისეთი რომ დააწვა ძაღლი და მარტო თავისთვის ნადიროს ხო ხტები? ბიჭო ეგრეა ჩემი ეპანიოლი დააწובה რავი გავარდება კრამხელა 3 წლისაა ხა ნელ-ნელა ჯდება მაგრამ ძალიან იმენა მაგრამ ეს უნდა მომისმინე აქ ორი განხრაა რა ამას აკეთებს იმიტომ რომ შტერია თუ ამას აკეთებს იმიტომ რომ დიდი აზარტი აქვს თუ შტერია მოკლედ მაგის გაკეთება მაინც შეიძლება დარტყმებით მარტყმებით რომ ამ შტერს დაატარები კეთაკეთ ელექტროაშეინიგი აჩუკა ღმერთმა მეზაღლებს ვიღაცები იმის მერე სეტერისტები და კურცხერისტები ძალიან მაგრად არ ყვირიან დაგვბრიდავენ ბიჭო მე ხალხი დენს ნუ ურტყავთ ძავს არა დენის დარტყმა არ შეიძლება დენის დარტყმა საერთოდ ელექტროაშეინიკიდან გამომდინარე ხდება ერთხელ და ან ორჯერ მე სწორ ხელში არის იმან იცის რომ იმას მოხდება და უკვე ვიბრაციიდან ხმით იმით კორექტირდება ეს ყველაფერი მაგ ჩვენ გვექნება განხილვა მე გარმინების, იპერების, ელექტროაშეინიკების ეს ყოველ იცი ოხრად მაგ ინოვაციების მაგარი მოყოლები ვიყავი მახსოვს რომ პირველად ბიპერით რო გავიჩიტე გავუკეთე ძაღლზე მეკითხებოდნენ რა იმიტომ რომ ვერ მომყავდა ძაღლი ახლა მიკროფონი დარბოდა აცშვილი აზე არისო ბიჭო ისე ჩამოვიყვანე მე თვითონ არ ვიცოდი რა იყო რა რო ჩამოვიტანე თავის დროს ანუ რას ვიზახი და მეორე ახლა თუ აზარტიდან არის რა აზარტი და მაშინ ბედნიერი კაცი ხარ ხო და აზარტულია ბიჭო წავაით 100 მეტრში სადღაც დადგება ოღონდ სულ დგას სანამ არ ვიოდ დგას მონადირე ძაღლის პირველი თვისება რომ გახდეს მაგარი არის აზარტი არიან ძაღლები რომელსაც აი ნუ კიდიათ რა დარბიან შეხვდება სუნი გაჩერდებიან არ შეხვდება გაირბენ სეირნობს არიან ძაღლები რომელიც გამოდიან მინდორში და აი ეგრევე ძებნა აქ ჩართული და ამ ძებნიდან გამომდინარე შეიძლება მოკვდეს ანგრევს ბიჭო იმენა ისეთი არის მაღალი ისინი რო არა რა ქვია შაბნარს თუ რას ეძახიან ისეთი ზურწა შალაფა და რაღაც ზურწა და ისე ეპანიოლენ პიო აი ეს ხუნაობდა ბიჭო ისე დღეში იყო ანგრევდა ყველაფერს და ბიპერზე ხვდებოდი რომ სტოიკაზე იყო არა ჩანსი უფრო ან გამოცდილებასთან გამომდინარე ყოველთვის სტილობ ისეთი მინდორი შევარჩიო სადაც ცოტა მწყერი იქნება მაგრამ სილამაზით მე სხვა кайფი მაქვს რა უკვე რა მე მჭირდება რომ ეს ზურგის ხაზი ეჭიროს სწორად კუდი ეჭიროს სწორად ეს სტოიკა გააკეთოს ხო ხტები აი ამას იმხელა кайფი აქვს აი ახლა გაზაფხულს უფრო ველოდები ვიდრე სანადირო სეზონს გაზაფხულზე უფრო მაგრად მუშაობს ზაღლი იმდან სინესტეა უფრო სუნი არის უფრო დაწყნარებული ფრინველი ახლა აგვისტოში 40 გრადუს სიცხის მერე ძლივს იჭერს სუნს ზაღლი რა და იქ არის რა რომ ის უფრო ნადირობს და მუშაობს და ბევრი ხარვეზი ჩანს თქო ზაღლის გაზაფხულზე თუ кайფი გინდა გაზაფხულის ფრინველი
ყველაზე მაგრად გაკაიფებს. არის. მაგრამ მოდი დაუბრუნდეთ ხო კლასიფიკაციას, ახლა ჩვენს არა ვართ გამოცდილები ტიპები და ამ ლაპარაკში ნელ-ნელა რაღაცებს გამოვიყვანთ რა. შეხედეთ, ჩემი მიდგომა იყო ყოველთვის ესეთი, მე როცა ახალგაზრდა ნორჩი მეძაღლე ესე ვთქვათ, ცხედიანის კლუბში მოხვდი, მაშინ არ არსებობდა ის მეორე განხრა FCA-ის განხრა, რასაც დღეს უძახიან. რასაც ბიჭები წარმატებით ძალიან მაგრად აწვევიან და მან არის საოცრებები მოხდარი, ძმაო და კაცშულმა ვერ გაიგო ამის შესახებ და მე ვთვლი რომ ეგ ძალიან ცუდი რამე მოხდა, მაგრამ ამას დღეს ვახსენებ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გმირებს, ოღონდ მართლა ვიძახი გმირებს მოვიწვევ ჩვენ სტუდიაში და ბიჭებს დაველაპარაკებით ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ყველა ვიყავით, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ცხედიანის კლუბიდან. მე დაიწყო გაყოფა რა, ხალხი ზოგმა იქეთ წავიდა, ის მიმართულება აირჩია, ზოგმა ის მიმართულება აირჩია. მე ყოველთვის ვიყავი შუალედური მიმართულების მომხრე. კომუნისტების დროიდან რაღაცა ანუ მეძაღლეობა არ ვიცი ზუსტად რა ერქვა, მაგრამ მე ახლა ეგრეთ წოდებული ცხედიანის კლუბი ყველა მისის, იმიტომ რომ ცხედიანი ხელმძღვანელობს ამას უკვე წლები არა და არის იქ რაღაცა მომენტები, რაზეც მადლობაც უნდა უთხრათ, იმიტომ რომ მან შეინარჩუნა მთლიანად ეს ყველაფერი. ამ დანგრევას როცა ვის ეცალა 90-იანებში თუ ჩემს მაგარ ძაღლებისთვის და ეს ყველაფერი შენარჩუნდა და ჩვენ ეს საგვარეულო ნუსხა მოყვებოდა და ასე შემდეგ. რესპექტი მაგ ადამიანს მაგისთვის. და დღესაც მაგათისაველი შეჯიბრებები ტარდება 82 წლის საბჭოთა კავშირის წესებით. აი შენ სმეჩი გიხარ და სნიპები და სტანდარტები კარგად გეცნობ. და მე რო დაინგრა ეს საბჭოთა კავშირი შემოვიდა თქვა ევროპული წესები აქ, რასაც ისინი არ დაეთანხმნენ, ასენი არ დაეთანხმნენ, იმათმა ძაღლები ასეთი ჩამოიყვანეს და იმათ გონია რომ ამათი წესები ძაღლი უფრო კარგად შეგიძლია ნახო, იმათ გონია რომ ასე შეგიძლია ნახო. ჩემი აზრით სიმართლე დგას შუაში რა და ზუსტად ვიცი რომ კარგი ძაღლი, კარგი ჯიში წარმომადგენელი იქაც მაგარი იქნება და აქაც მაგარი იქნება. და დღეს ახლა როგორ არის ეგ შეფასება მაგის? დღეს ორ ლაგერად არიან გაყოფილი. და ბევრი არ არის ადამიანი რომელიც იქ გამოდის და აქაც გამოდის. ყოველ შემთხვევაში იქაც და აქაც ჩემ დროს კიდე იყო, მაგრამ ნუ დაპირისპირება კი არა, აზრთა სხვადასხვაა. ხო არის ჯო ეხლა გაკ ოჯახი რაღაცა იქეთ, მაგრამ რაღაცა მოვა დრო და შენ და შენი მეუღლე ხვდებით რომ მოკლედ გაზარდით შვილები რაღაცა, მაგრამ სხვაგან ხართ, ერთი იქეთ არის, ერთი აქეთ არის რა, ხო ხვდებით და ნორმალური არის. როცა ადამიანები ყოველ შემთხვევაში ოჯახის დანგრევის მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ, მაგრამ თუ ვერ ცხოვრობ ერთად, ხო არ უნდა დაიტანჯო რა გონა, ასეთი გაყრა მოხდა, ბიჭები მიაცნემ და სხვათა შორის მაგრა გმირულად წავიდნენ და ვაფშე აი წარმოიდგინე. საერთოდ არარაობაში გავიდნენ და შექმნეს ძალიან მაგარი რამე. ცაო, მაგარია. რამდენადაც მე ვიცი, ცხედიანი დარჩა ვთქვათ, მაგათი კლუბის ადგილი დარჩა იქ სადაც იყო და არის ისე როგორც იყო. ჩემი შეთავაზება რა იყო? მე ყოველთვის უყურებ ნებისმიერ საგანს ცოტა სხვა კუთხიდან გამომდინარე. მე ვიძახდი რომ ჩვენ გვჭირდება ძაღლის სტანდარტი არასაბჭოთა კავშირის. ჩვენ არ გვჭირდება ძაღლის სტანდარტი ევროპულის. ჩვენ გვჭირდება ძაღლის სტანდარტი ქართულის. და რას გულისხმობ, ახლა გავყოფილ. ჩვენ ბუნებაში და იმაში მორგებული თუ? უყურე რუსეთი, დიდი მინდვრები, ბევრი იხვი, შესაბამისად უფრო მაღალ ბალახში მუშაობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ლანდშაფტზე მორგებული. მე გარდა რომ ხან იმაზე რა ვთქვა მიდის ნადირობს დიუპელზე და ამ დროს შეიძლება გადავიდეს კურდღელზე და პროფესიონალური ძაღლი ჭირდება, რომელიც თქვა ან ვიღაცა მოკლა ლოსი და ამ ლოსის დაბორზე, რასაც ეხლა დრატხარებს და კურსხარებს აკეთებინებენ, ეგრე წოდებული კრავენოის ლედის და აი ნუ ყველაფერში უნდა ერკვევოდეს ეს შენი ძაღლი, რა. გერმანიაში საერთოდ სხვა მიდგომა აქვს. გერმანიაში ტიპი ყავთ ყველაფერში რა, ეს კურსხარი რომ მოდის, იმან უნდა ინადიროს ხოხობზე, კახაბზე, ხოზე ხარ, მაგრამ თუ შეხვდა ძმაო ირემი ან რაღაცა და ირემზე უნდა გადაერთოს და ღორზე ზაგონში ირფინოს და აი ესეთი ბასკერვილი უნდა გაიჩიტოს, ხო ხდები? ეგაც ბიჭო მაგარი მისაღებია, იმიტომ რომ თოპებიც აქვს, ხო ხდები, მაგად ერთი ზევიდან ნულიანი, ქვევიდან ნარისმენი მიდის იმაზე ხოხობზე, გაეჩიტა ირემი, ხოხობის დედაცვადირები გაგოსაყო რა. ხოხბის დედაცვადი რა. ბიჭო, არის კიდე თქვა ევროპული მიმართულება, სადაც აი ახლა ევროპაში ჩახვალ ერთთას ვერ ნახავ ნორმალურს, ხო? და ძირითადად არის კაშლილი მოედნები და შენ წარმოიდგინე ახლა იმ ახლო მდებარე ანუ ახლო მორბენალი ძაღლებიდან ეს მინდორი 100 ჯერ უნდა გაიარო, გამოიარო, შეიძლება ის ფრინველი ვერ ნახო ძმაო და იმიტომ ძაღლი უნდა გაუუშვა და ადგება 500 მეტრში მიხვალ და ნახავ რა იმ ფრინველს რა. არის კიდე მთის ძაღლები ახლა იტალიელების განვითარება არის, რომ იმ მთაში ნადირობს იმ როჭოზე და იმ კაკაბზე და სულ არ მაგას როგორ ჭირდება ისი მოდის და აი რა ვიცი ძალიან დიდი მთებია, ხვდები რა.
ეხლა ამთაზე ხო არაიული არ ჩამოივლი რა, ეს ზაღლი უნდა გამოუშვა და იმ ზაღლმა უნდა წავიდეს და სამი მთის იქით უნდა დადგეს. და უნდა იდგეს, სანამ შენ ძალიან სპორტული და ძალიან ამ თავსვლელობასთან ახლო მიმართულებით სხვადასხვა განხრებია რა ეხლა ნადირობა. მაგის გარდა კიდე არის ეხლა ჩემი საყვარელიაც არის ტყის ქათამზე მონადირე. ტყის ქათამი ჩემი საყვარელი. აი. ეგ ზაღლებიც უნდა იყოს კონტაქტურები ყველაზე რა ახლოს იარონ რაღაცა იქეთ და კიდე. ტყის ქათამზე ძალიან მაგარია, რომ ანუ შორსო გადის და უცბად რო ჩითავს, რა სანამ შენ გადიხარ, თუ სადმე არის მორბედი. მაგაზეა ლაპარაკი უყურე და ჩვენ რაზე ანუ იყო ლაპარაკი იმაზე რომ 82-იანი კლუბის ეგრეთოზებული წვედიანი ზიძახთო რომ ზაღლი 150 მეტრის იქით არ უნდა გავიდეს. სადაც ბიჭები დიდი ძებნა ზაღლი რაც შეიძლება კილომეტრზე წავიდეს რა ვთქვათ, მაგრამ ეს არ არის სულელურად, არავინ არ მიიღოს ეს რომ სულელურად უნდა დააწვეს ეს ზაღლი და 1 კილომეტრში იგირბინოს უშენოთ რა. არა, იმან სანამდე არის მინდორი შენ წინ ბოლოში იმინდრის უნდა ჩავიდეს, ბოლოში გავიდეს, გამოვიდეს და ეს აკეთოს სწორი პარალელებით. იმაზე რა ქვია ქარის გამოყენებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ტიპები იძახენ, აო მე რა თმინდა ზაღლი რომელიც 500 მეტრში დარბის. ბიჭო არავის არ უნდა. თუ ფრინველი არის 30 და 40 მეტრში რა. ის არ უნდა გარბოდეს ხო? რა თქმა უნდა ესეთ ზაღლი რადგან 500 მეტრში რო დარბის, ეგ პრობლემაა. მაგრამ ზაღს რომელსაც აქ მენტალიტეტი და შეუძლია 500 მეტრზე გასვლა. ეგ უკვე უფრო მაგარია, იმიტომ მაგის ძებნას ყოველთვის დააპატარავებ, მაგრამ იმ ტიპს რომელსაც არ შეუძლია 50-ის იქეთ გასვლა, იმას ვერაფერს ვერ უშველი რა, იმას ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებ, გესმის? ეს მენტალიტეტია, ეს არის შეზღუდულობა ფსიქიკაში, რა. შესაბამისად მე როცა ვიწყებდი, მე მინდოდა 30 მეტრიანი ზაღლი. მეც ეგრევე ვფიქრობდი რა, სულ ვეჭვ. მაგრამ მე ნელ-ნელა რომ მოდიხარ, გადიხარ რაღაცა ეტაპებს და ზოგჯერ რო უყურებ იმ ხალხს, რომელიც იძახის მე მინდა 30 მეტრში რო ირა, შურით უყურებ რა ამ ხალხს, რატო იცი? დასაწყისში არიან ბევრი რა. ხო, შენ გინდა რომ ეგ განცდები ისე მაგარი кайფი რა. ისე თავიდან გინდა. არიცი რაღაცა ბუჟი ტირზე რო ყველას ვიღაცა ზუმტკიცებ და რაღაცა. თუთულა იყო მაგაში ძალიან მაგარი სხვადასხვა ცხონებული. არ ზერეოდა რა, ლაპარაკობდა ხალხი, ისეთ გამოცდილების ამბავი და ადრე მეც მინდოდა ჩხუბი და მეც მინდოდა კამათი ამასთან დაკავშირებით რომ ჩემი რაღაც პოზიცია დამემტკიცებინა, მაგრამ შთენდილეში ეხლა თავი გავანებენ რა, ანუ ეხლა რო ხვდები რომ ადამიანს შეგიძლია დაელაპარაკო და მოყვება თუ არ მოყვება, ეხლა ტყუილა რა უნდა დაეჯახო რა, ზოგადად კრიტიკა არ არის სწორი მიმართულება. სხვათა შორის ეხლა მეც აი რაც შენ იძახდი რომ შორს გასვლაზე ძებნაზე თავიდან მეც უყურებდი რაღაც ხანდენი ხანის, მაგრამ მე რო შევხედე, უფრო კომფორტული გახდა რა. ჩათვალე რომ მე რამოდენიმე იმას გავივლიტი, ხო, ამდენ 100 მეტრს და ის მინდორი იყო თუ რაღაც ადგილი იყო, სულ მოჩითული ქონდა. თუ სადმე იყო, ისა რა ქვია, ფრინველი, დადგებოდა სტოიკაზე და თან ისეთია, წიხლი თუ არა მორტყი არ შედის. ანუ ბრძანება ჩემთან ეგ მიჭირს. მოდი ახლა ეს გამოცდილება ცალკე გადავიტანოთ რა, მე შევახსენოთ რაღაც, ჩვენ არა ვართ გამოცდილები და ალბათ უნდა ჩავწეროთ რაღაცა ლაპარაკობთ, მაგრამ მოდი მე ახლა იდეაზე ვიძახი ზოგადად რა და ეხლა რო შევხედო რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი რელიეფი, ყველა ქვეყანას აქვს თავისი ფრინველი, რაზეც ნადირობენ, ეხლა თქვა იქეთ მწყერი არ უნახიათ, აქეთ კაკაბი არ უნახიათ, იქეთ ხოხობი რა არის არიციან, ну ზოგადად ხოხობი ყველგან მოდებულია, მაგრამ მაინც ვიძახი რა. მე ყოველთვის ვიყავი მომხრე იმისი, რომ მოდი მეთქი ბრაცი, ჩამოვაყალიბოთ რა არის ქართული კურცხარი. რას ველოდები ჩვენ ქართული კურცხარიდან? ქართული კურცხარი ჩვენი აზრით უნდა დარბოდეს 200 მეტრი იქით, 200 მეტრი აქეთ, ჩითავდეს თქვა მინდორს. უნდა კონდეს აუცილებლად მოტანა და არ უნდა აფუჭებდეს ფრინველს. უნდა კონდეს აპორტი როგორც წყლიდან და ეგ არის ჩემთვის უნივერსალური ზაღლი, ქართული კურცხარი უნდა მუშაობდეს როგორც ზედაყნოსვით, ესე ქვედაყნოსვით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქართული კურცხარი ჩემ აზრში იყო რა და რომელსაც მე ვთავაზობდი, არ უნდა მუშაობდეს ღორზე, შველზე და ასე შემდეგ რა. არ უნდა მუშაობდეს. მე ასე ვთვლი. ხო, ანუ არ უნდა მუშაობდეს. არა გვაქვს ჩვენ ახლა უყურებ, რატო ვთვლი მაგას კიდე გეტყვი, გერმანიდან შემოვიყვანი საოცარი სისხლების ზაღლი რა. ნუ დავდიოდით ქათამზე ვნადირობდით, მაგრად ნადირობდა ქათამზე, მაგრამ გადაეჭირებოდა რაღაცა კვალს, შველს ან რაღაცა, გაიქცევოდა 40 წუთი ერთ პაჭკას სიგარეტს მოვწერდი, მოვიდოდი ეს აკაფებული, ადუჟებული ვაუ, იმით ხოზე მთელ დღეში მესმა და იასნე ხა შულს რას დაეწევოდა რა. თვითონ კი იყო მაგარი იმაზე. ხოზე მოვიდოდა 40 წუთის მერე ვიჯექით ერთ ნახევარი საათი სანამ დაისვენდა და მერე მივდიოდი. ხო ხტები, ანუ ის რომ დადიოდა ქათამზე რომ ნადირობდა, მაგისთვის უფრო პრიორიტეტში მაგის სისხლიდან გამომდინარე იყო
ნადირის კვალი, გადადიოდა ამ ნადირის კვალი ან ტურაზე, ან იმაზე, გაგაწვალებდა ბიჭო და მოვიდოდა რა უკან, რა. შესაბამისად მე ვფიქრობდი რომ ჩვენთან კლასიკურად კურცხარი არის მაინც ფრინველის ზაღლი. ვიზახი რომ ფრინველს უნდა პოულობდეს, გაქცეულ მწყერს თქვა, როცა ზედა ყნოსვით მიადგებოდა და თქვა მწყერი გაიბარებოდა, ქვედა ყნოსვითაც უნდა იმუშავა კვალზე, უნდა ამოეფრინა, რომ ეს როდი ჩამოაგდებდი, უნდა მოეტანა და არამდე დაებევა ესე თქვა, ხვდები და იღზე პერიოდზე დადგებოდი ჩემო ძმაო და ჩამოაგდებდი იღს ხალში უნდა შესულიყო და გამოეტანა ეს იხვი. ეს იყო ჩემი მარტივი რაღაცეები. ეხლა უყურე რას აკეთებ. საგამოფენო ხო ჩვენ თქვით რომ იქ ცალკე ექსტერიერი, კბილები როგორ აქვს, ყვერები აქ არა აქვს, ხო, ზახარ კუდი როგორ აქვს მონჭრილი, ეს სიმაღლეში ზედმეტი არ არის, დაბალი არ არის ზედმეტად რაღაცა, ეს არის შენი საექსტერიერო გამოფენა. და არსებობს საველე გამოფენები, საველე შეჯიბრებები და რას ემსახურება საველე გამოფენები. ჩვენ ვიძახით რომ ჩვენ გვინდა ესეთი ძაღლი, რომელიც 150 მეტრის იქედაკედ არ დარბის თუ 200 მეტრის იქედაკედ არ დარბის. მოაქვს არეშინია გასროლის წყლიდან ამოაქვს. შესაბამისად, საველე გამოცდების ესე უნდა გამოიწეროს, რომ ჩვენ ყოველთვის ვიცოდეთ, სად ვიმყოფებით დღეს ჩვენი იდეალური ძაღლთან მიმართებაში. ანუ აი ეს არის ჩვენი იდეალური ძაღლი, ჩვენ გვყავს აი ეს ძაღლები რა და რა გვინდა რომ იქ მივიდეთ. თუ ვხედავთ, რომ ჩვენ ძაღლებს არ მოაქვთ წყლიდან კარგად, რუსულად არის პაგალოვი, არ ვიცი ქართულად როგორ იქნება თუ შემისწორებთ, თქვა ჩვენ გვაქვს პრობლემები ზოგადად რომ წყლიდან არ მოაქვთ აპორტირებას არ აკეთებენ. ჩვენ მივმართავთ, თქვა, ვიძახით, სად არის ყველაზე მაგარი ძაღლები? აგერ სერბეთში ვიპოვეთ წყლიდან ძაღლები თუ გერმანიაში? აჰა, გერმანიაში არიან ყველაზე მაგარი, თუნდაც რუსეთში, თუნდაც უკრაინაში თუ რაღაცა. მოდი ჩამოვიყვანოთ ეს ძაღლი და ეს მინარევების სისხლის გავაკეთოთ, რომ ეს ხარე განუვითაროთ ჩვენ ძაღლებს. კრიტერიუმი ხო ავწიოთ ის რაც ჩვენ გავაკეთეთ ეს დაგეგმილი დართვა და რა თქმა უნდა ექსპერტები ზიან სურვილები ისე არ შეიძლება როგორც ერთმანეთზე მაგის დართვებზეც მოგიყვები რა, ჩვენთან რთავდნენ ძაღლს. იმიდან გამომდინარე რომ ძაღლს არავინ არ უყურებდა პიარი რაც უფრო მაგარი ქონდა იმ ძაღლს იმის მიხედვით ხო იმდენ რომ ლეკვები უნდა გაეკიდოთ ფული უნდა გაეკეთებინათ მაგის ახლა დიდი მსხვერპლი მე ვიყავი ჩემი კურცხარებით გეუბნები ახლა სეზონი დამთავრდებოდა თუ არა მთელი დღე გარეთ ვიდექი ძმაო ამ ჰაიმორიტი ავიკიდელ ამის ერთს მოიყვანდნენ მეორე მესამეს და ყველა მეკითხებოდა შენი ძაღლი როგორ ნადირობს არავის არა თორე ყველა ვინც მოდიოდა იმათი ყველაზე მაგრები იყო შენი ძაღლი იყო თუ ჯონი სინსი რა საერთოდ იმაჟინე გაცვდა ტიპი რა ხო ზე ხარ მარტო ბავი იმის იმის კეთებაში რა ლეკვების კეთებაში და მე უკვე გაზაფხულზე რას მოყვა ისე მე გაიზარდა ეს ისე რა თაობები და მოვდივარ რაღაცა მწყერზე ხან იქ და კუთხიდან მორბის ვიღა და ბატონო ტარას ნეროშვილია დახედეთ როგორია იქ და ბატონო ტარაზე მეთქი თავი გამანებით შვილიშვილები ხო თავი გამანებით მანადირეთ ჩაულებრივად და მე მესმის რომ ეს და ესეთი გაპიარებული ძაღლი იყო თავის დროზე ვახო დავიდოვის ძაღლი კურცხარებში და მაგარი ძაღლი იყო მაგრამ ამ ძაღლებში ყოველთვის არის როგორ იცი ანუ ვიღაცას არ მოწონს, უფრო მეც არ მოწონს უფრო სწორად მაგარი ძაღლი ვიდრე მოწონს და ეს ახლა მისაღებია კრიტიკა და ახლა ერთ ყურში უშვებ მეორე ყურში ჩემთან პრობლემა თავარი არის შენ გისწორდებოდეს ის შენი ძაღლი და ეს არის არა ახლა თავი და თავი ეს არის ოჯახის წევრი ეს ერთი მაგრამ თუ ჩვენ მიუბრუნდით იმას თუ ჩვენ იდენტიფიკაცია არ გავაკეთეთ იმისი რა არის ქართული კურცხარი და სად მივდივართ თუ არის სად მივდივართ და საიდან დავიწყეთ ხო ვერსად ვერ მიყვალ ვერასოდეს ამიტომ დაიწყო მე თქვა მეც ჩამოვიყვანე სერბული ჯიშის ძაღლი იმათმა ჩამოვიყვანე ამათმა ჩამოვიყვანე და მიდის ეხლა დაგადუგი ის ჯობია თუ ეს ჯობია ძმაო მე 80 ანუ საბჭოთა კავშირის კურცხარების გამრავლების მინახია ძალიან მაგარი ძაღლები რომელიც ანგრევდნენ და ასევე მინახია თქვა სერბული მხრიდან მაგარი ძაღლები მაგრამ ასევე იქედანაც და აქედან არჩე უამრავი ისეთი დებილი მინახია ძმაო რომ просто პატრონს რო უყვარს და გაგზავნე თორე გულში ვფიქრობდი მე თქი ცოდვა კაცი არის ძმაო ესეთი ძაღლი რო კაი ეხლა გაწყვეტინებ ერთი ის მითხარი ეხლა ერთ ჩვენ მეგობარს გავიგე შემოუყვანია რაღაც ლეკვები ყავს ეხლა კახაზე იძახი ხო და ეგ რა ლეკვები არის ვაფშე რა ჯიში შემოიყვანა ბიჭო ეხლა არ მინდა ეს ბალდონის სისხლები არ მინდა ძალიან რაღაცა არასწორად იმას ავქნათ მიუყვეთ იმიტომ რომ საოცარი ძაღლები არიან როგორც მე საოცარი ხაზი არის ამ ძაღლებზე ჯერ ვერაფერს ვერ ვიტყვით იმიტომ რომ ლეკვები არიან მაგათმა უნდა აჩვენონ თავისთავი ერთ-ერთ ქართულს ყავს შემოყვანილი და ყველა ძალიან მაგრად აქებს ამ ძაღლებს ეს არის რაღაც ბალდონის სისხლი როგორც მე ვიცი ტიპს ყავს აი ესე ჩაკეტილი თავის სისხლი ყველაზე ხარ თავის სისხლში შიგნით ტრიალებს რომ გამოვიდეს რაღაცა ძალიან მაგარი და
კახას და ლუკას ინტენდი რა იყო, რომ იქიდან წამოიყვანათ საუკეთესო, აქედან წამოიყვანათ, აქედან წამოიყვანათ, და საუკეთესო ძაღლს თავისთვის სანადი რომ დაიტოვებდნენ რა. იმიტომ მაგარი ძაღლი შენ რო გინდა დღეს რო იყიდო, ძმაო, რომ მიხვიდე ეხლა $100,000 რო დადო, არავინ არ მოხიდის ბიჭო, მაგარია. ხვდები? უკვე ჩამოყალიბებულ ძაღლს რა, დიდი ფულითაც ვერ იყიდი რა, იმიტომ მაგარია. და მაგარ ძაღლს არავინ არ გაყიდის. მაგაზე იყო ეხლა შემთხვევები, აი ფრანგები ჩამოიყვანა ჩემო მეგობარმა ზურა ეზიაშვილმა თავის დროზე აქ სანადიროდ და წავიყო თხოვა რომ გამომყევიო რაღაცები და გავყევი და ჩემი პოინტერით ვანადირე ეს ფრანგებნა. ტიპი გაგიჟდა 12,000 ევროს გაზლეო მომეციო ძაღლიო და 12 ღირსო ჩვენთანო ძმაო ეგეთი ძაღლი 9,000 ევროს გაზლეო მომეცი ძაღლიო რა. ბიჭო თავისდღე მე ხა მესმის კულტურებს შორის ისა რა ქვია სხვაობა რა ქართულს ეთქვა შეიძლება ჩაგერტყა მეთქი ფრანგი ერთი ამის დედაცვათი იცხოვროს რა ხვდები რა მან თავის პონჩი ანუ მოხდები რა კაი ძაღლს ყველა ეძებს მოდი ახლა დაუბრუნდეთ უკან სადაც ჩვენ ვიძახ ხო და შესაბამისად თუ შენ აყალიბებ აი ეს არის სწორი მიდგომა რა და ეს მიდგომა ჩემი აზრით მარტო ძაღლებში კი არ არის ძაღლების მიკროფსიქოლოგია რა მე უკვე ბევრი რაღაც კომპონენტი რო დაამატო რა გამოდის ადამიანების ფსიქოლოგია რა საბოლოო ჯამში მაგასაც დღეს წუხარებით ვიძახ შეიძლება პოლიტიკური განაცხადი გამომივიდეს რა მაგრამ ქართველი რა არის ვაფშე ვიცით ანუ რა არის ჩამოყალიბებული ქართველი რა უნდა იყოს ან სად ვართ ჩვენ ყველა ვეუბნება ევროპელი არის იქიდან ვეუბნება აზიელი არის და ამ დროს არც ევროპელები ვარ და აზიელები არა ვარ და იმიტომ მიდის ბიჭო ეს დიდი დაპირისპირება ამ ხალხს შორის რა შენ ახლა ძაღლები პოლიტიკაში შეხვედი არ გამოვა სხვანაირად მიხვდი რომ არ იმას როცა შენ არ ჩამოაყალიბებ იმას ვინ ხარ მე იდენტურობა შენი და სად მიდიხარ სწორად მანამდე ვერაფერს ვერ გადაწყვეტებ შესაბამისად ძაღლებშიც ესეა მე ვიზახდი და მივისწრაფოდი ყოველთვის იმის მიმართ რომ ჩვენ ყოლოდა ქართული კურცხარი რომელიც არის ქართულ ბუნება და ლანდშაფტზე მორგებული და ლანდშაფტზე მორგებული კი ბატონო რა და შესაბამისად არ მოაქვს შემომტანი ტიპი უნდა დაავამატო არ გარბის ხო გამსვლელი და ასე შემდეგ ტიპი ხო ხმოს ვაკ მაღალი დაბალ ყნოსვიანი და ასე შემდეგ ეს არის ბიჭო ჩაულებრივი თემა რომელსაც ყველა მისდევს რა ეს გადაშორის აქვე უნდა ვთქვა რომ კურცხარი არის ერთადერთი ჯიში რომელიც როგორც მე მახსოვს არ ვიცი რომელიც არის ჩამოყალიბებული ბოლომდე და ნაკლოვანებისგან არის გაწმენდილი ანუ ერთადერთი გამოყვანილი ჯიში ბოლომდე რომელსაც არა დისპლაზია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ტრადხარებზე ვთქვა გერმანელები იზახიან კიდე ერთი 50-70 წელი გვინდაო რომ რაღაცას დავამსგავსოთ ისეც არ არის ლაპარაკი რომ უკვე ჩამოყალიბებული ჯიშია რა გერმანული ნაგაზი ესეც ცნობილი ძაღლი ისეც არ არის ჯერ ჩამოყალიბებული ერთადერთი ძაღლი არის კურცხარი რომელსაც კინოლოგიის ციკლი არის დასრულებული ეს კი ბატონო სეტერი აშუება მაგრამ ხო არა მე რაც ვიზახი თავის დროზე რა და არ გამხვა რა ხალხი ამას რა ხვდები რა რო ვიზახდი რომ ჯერ ერთი და რას აკეთებს გამოცდების საველე ან შენ დასახე შენი იდეალური ძაღლი და ყოველ წელს ატარებ გამოცდებს იმისთვის რომ ნახო რამდენად ახლოს ხარ შენ იდეალთან შეაფასე შეიყვანე ძაღლი თქვა ის გამოსწორე მიდიხარ თუ შენ უკვე ღმერთმაგნა იდეალთან ახლოს ხარ დგები და იდეალს უფრო შორს შესაბამისად ეს დომხალი რა თქმა უნდა არ გამოვიდა დართვებზე არ გამოვიდა არ შეიძლება ესე დართო რომ ძმაკაცურად მე შენ დაგირეკავ და შენ მაგარი ძუყავს მე მაგარი ხვარი ყავს მოდი ესე დართოთ იმიტომ ტიპი უკვე იმაზე ფიქრობს როგორ გაყიდის ეგ მაგარი პრობლემაა ახლა სოციალურიდან გამომდინარე ძმაო მისაღები არის რა მესმის რომ ესე ახლა მაგრამ ნუ რაღაცა წესებს და რიგებს თუ ჩვენ ამებში ვდგავართ რა უნდა მივეკუთვნებოდეთ რა მე შენ უარეს გეტყვი ძმაო დიდი კინოლოგები ვინც არიან თავის სახელზე ვინც მუშაობენ და რაღაცა ისინი რო რთავენ იმ ძაღლებს კი შეიძლება ახლა გამომიკიდოს ნახევარი ის რა ქვია რა მაგრამ იმათიც მესმის იმას რო დაებადა და ნახა რომ ბრაკი არის თავის სახელ ბრაკი არის იმაში რასაც ის აღწევს თქვა რა უნდა რომ იდეალურ სტანდარტთან მივიდეს და ის არის ნახევრად არა იდეალური სტანდარტი ისინი კლავენ ძაღლებს არც მონადირეს არ აძლევენ მეუბნები ჯო რატო აკეთებენ ამას ხო შეიძლება ვთქვა კასტრაცია გაუკეთონ ან სტერილიზაცია ან რაღაცა და მისცენ მონადირეს და არა ჩემი სახელით ის ძაღლი არ უნდა დარბოდეს ის ბიჭო ის გიჟია ის იდეალებს ემსახურება გესმის იმას წაღებული ერთი ეგ ხა ფანატიზმში გადადის ძაღლი რო ყავს და უნდა რომ გამოიყვანოს ის საოცარი ძაღლი იმ 200 ძაღლს 15-10 წელი ხო არ გააჩერებს რა მიგდი და მაგრამ იმ სახელიდან გამომდინარე და აძინებენ ზო
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. ეგ არ ვიცი, ეგ ფანატიზმში გადადის, მოდარას. ფანატიზმში გადადის კი. ხო, ეხლა უყურე აქ ორი შესაბამისად აქედან წარმოიშვა ეს კონფლიქტი, რომ კონფლიქტი კი არა რა, ეხლა ორი მიმართულება, კონფლიქტს ნახდათ არ დაუძახებ ამას, რომ ერთ ახალგაზრდა ბიჭებს უფრო მიმართულება და აქ ჩვენი დიდი ფიტასკის ვარსკვლავი გიგო კუხელეიშვილიც არის. ახალგაზრდებში? ხო, ბიჭო, გიგო იყო მაგარი ჩართული ამაში ცხედიანის კლუბში ასე შემდეგ. არის რაღაც ისინი რეგალიები აქვს გადავიდნენ რა, ანუ იგივე გიგო, იგივე გიგა, გიორგი არაბული, ისინი გავიდნენ და თალკე ისე მიმართულებად ჩამოყალიბდნენ რა. ანუ ეს ძირითადად ყველა ადამიანები, ვინც არიან იმ ძველი კლუბიდან, მე გადავიდნენ ძაღლის მოყვარულები არიან. ხტები ისინი გადავიდნენ ამ ევროპული მიმდინარეობის იმაში რა. მე ვთვლი რომ თავის დროზე ბევრი შეცდომა იყო დაშვებული ამ ძველი კლუბიდან გამომდინარე, იმიტომ რომ FCI არის საერთაშორისო სტანდარტი ამ ძაღლების საგვარეულო ნუსხის და იმას. რადგან საბჭოთა კავშირი დაიშალა და მაგრამ ჩვენ გქონდა ეს ნუსხა, პირველი ვიზას მიადგნენ ცხედიანის კლუბს, რომ ცხედიანის კლუბს წაეღო ეს FCI და მაგას უნდა გაეკეთებინა, მაგრამ რატომღაც URS ეს და მე ვიღაცამ დაიწყო ამ FCI-ს კეთება და შესაბამისად, ნუ მოკლედ იქ ახლა კლუბური უკვე არც მესმის და არც მინდა ამის შევიდე. იმიტომ მე ვარ ძაღლის მოყვარული, მე მინდა ძაღლი, სანადირო ძაღლი. და ამათ წესებში უკვე ავირი, იმიტომ დამირეკეს და რაღაც ლამის პარლამენტს შემოაკანონი რომ იმისთვის რომ გაამრავლო ძაღლი საშენი უნდა დაარეგისტრირო, საშენი რომ უნდა დაარეგისტრირო რაღაცა 1200 ლარი თუ 800 ლარი წელიწადში არის სახტელი და ბიჭო, ნუ რა არის იცი, მარაზმში შევდივართ, ისეთ მარაზმში რომელსაც ახლოს საქმესთან არაფერი არ აქვს. და ჩვეულებრივი ჩვენერი მონადირებისთვის უკვე პრობლემაა რა. უკვე პრობლემა იჩნდება, ხო ხტები, იმიტომ ეს რას გააკეთებს, ისი უკანონო გამრავლებასთან ძალა არავინ არ დაიწყებს თუ ჩემი ძმახან თუ კონტროლი არ იქნება, იგივე სხვათა შორის რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ უნდა დავილაპარაკოთ ამ თემაზე ნადირობასთან დაკავშირებული კანონის მიღება, რომ არ უნდა იყოს მოწყვეტილი და არ უნდა იყოს ხელების გრეხვა ჩვეულებრივი მონადირეებისთვის რა, ხო თორე იქ ხაღალზე რასაც გინდა იმას დაწერნო. ხო, ნუ პრაქტიკაში რა 20 წელია ვნადირობს, მაგრამ კონტროლი მე არ გამიგია, გედიის თანამშრომელი არ მინახია. არასდროს ხო არც. ხო, და ეხლა უბრალოდ არ გადავიდეთ ახლა ჩვენ სხვადასხვა თემებში და ეხლა ვინ მოვა ახლა შენთან მინდორში და ვაიმე ეს შენი ძაღლი საშენიდან არის? გადაიხადა 800 ლარი მაგის მე პატრონები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საბუთები მოგთხოვს ძაღლის კიდე. ხო, იქ ახლა მე როგორც ხვდები შიდა კონკურენციის საკითხია, უფრო ამ პატარა ძაღლებზე, რომელიც რა ვიცი მილიარდი იღებს, ის $800, $900 და ესეთი რაღაცეები და ეტევა იქ საშენებს შორის არ ვიცი, ანუ ხო ხვდები, მე ყოველთვის უყურებ რაღაცა თუ ჩდება პრობლემა, ამ პრობლემის უკან ვიღაცა დგას. ვიღაცის ინტერესი, ადამიანის ინტერესი, ის არ მოდის სტატისტიკურად და ამას არ გიწერს ხელოვნური ინტელექტი არ გიწერს, რომ ეს პრობლემა გაქვს ქვეყანაში და რომელიც არის ემოციებს მოკლებული. მე ვიძახი, რომ საიდანღაც რაღაცა რო ჩდება, ამის უკან დგას რაღაცა კონკრეტული ინტერესი. კონკრეტული მოვლენების ესე ვთქვათ ტაიმლაინი და ვიღაცა ტიპია, კონკრეტული ტიპის მოსაზრება და ასე შემდეგ რა. ჩვენ უნდა ავარიდოთ ჩვენი საზოგადოება ამ ინტერესების გადახლართვაში რა, ხო ხტები, იმიტომ რომ ყველაზე ცუდია თუ არაკომპეტენტური ტიპი ამას აკეთებს, ეს არის დაღუპვა რა ესე. ეგ ძალიან. ანუ რას გააკეთებენ რა, დაუტებენ არასწორ კანონს, არასწორად დაიწყებენ გამრავლებას და მორჩება. და ამით აქამდე მოსულ ბევრ სიკეთეს პროსტა დაღუპავენ რა. ხო და ეხლა რაც შეეხება ამ გაყოფას რა, რომ გაიყო და გაგრძელდა მერე შემოყვანები დაიწყო ხალხმა, ზოგმა უკრაინიდან შემოიყვანა, ზოგმა რუსეთიდან შემოიყვანა, ზოგმა გერმანიიდან შემოიყვანა, ზოგმა სერბეთიდან და აი წავიდა, მაგრამ არ შემიძლია არ თქვა, რომ აი ეს ჩვენი ახალგაზრდა ბიჭები რამხელა უთო წარმატებას მიაღწიეს. წარმოვიდგინე ახლა ჩვენს ხო ვიყავით ახლა კვიპროსში და დავდივართ დღე-ღამე და ტიპებს ახლა შარბარდოს გვინდა რომ შევეჭიდოთ, თქვა ანდრას და ამით სახელებს დიგვიც და სპორტიდან გამომდინარე და ყველაფრის მოგება გვინდა და ამაგას ვცდილობ დღე-ღამე ვისვრით და რა ვიცი. ასეთივე სექტა არანორმალურების ბჭყალებში არსებობს ევროპაში, სადაც ძირითადი სტოსი მაინც მიყავთ იტალიელებს, ასევე მაგრა არიან ჩართული ბერძნები, არიან ჩართული ფრანგები, იგივე და ეს ამის ცენტრი არის სერბეთი. სადაც სერბეთში ბევრ ძაღლს წვრთნიან და ეს საველე გამოცდები, მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი თუ რაღაცები ყველაფერი ტარდება იქ. რაღაცა 10 წლის წინ დაწყებული რა დღე და ღამე გიგა მეგუთნიშვილი რომ აი ოღონდ მინდორში გაზდილია ცვეთში გეუბნები. დილიდან საღამომდე მე მგონი
ოჯახების მინდორში შექმნეს, მე მგონი და დადიან, დამოდიან, პახაობენ, კვდებიან, ძმაო და მაგის ძმაკაცი კიდე გიორგი არაბული, რომელიც აი ყოველთვის ძალიან მაგარი ძაღლი ყავს, იმიტომ რომ ინტელექტით სავსე, ნუ არ ვიცი, გამოსდის ახლა ამ კაცს რა, ეს მის ფსიქოლოგიის გიგაი, როგორ გითხრით, ძაღლივით მუშა ამ იმ სიტუაციაში, ყველა იცნობს რა ამ სახელებს მე რასაც გეუბნებით, მეძაღლეობაში ვინც არიან. ესენი თავიდანვე რა, გიგა ნორჩი მეძაღლე იყო, თქვა იგივე ცვედიანის კლუბში რა, მაგრამ მე ამოირჩია და წავიდა და საბოლოო ჯამში ყველა რო იძახდა, აუ რა, აი სულელ ძაღლებს დაძდევენ და ისინი 100 კილომეტრში დარბიან და ასე შემდეგ. ჩადიან ძმაო შარშან ეს ჩვენი ორი ახალგაზრდა ვაჟკაცი ძმაო სერბეთში და იგებენ ბიჭო შეჯიბს ევროპის ჩემპიონატს. კაი გადაო. ერთი დგება ევროპის ჩემპიონი ხდება თავის ძაღლით, მეორე ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ანუ მეორე ადგილი. ო, გადაო. ბიჭო თქვენ რო გესმოდეთ რა, აი მაყურებლებს ვეუბნები, თქვენ რო გესმოდეთ ბიჭო ეს რას ნიშნავს? იმიტომ რომ იქ იტალიური მაფია, ბერძნული მაფია, საჯები გავა იმდენად მაგარი უნდა იყოს ეს ძაღლი. ხელები აწიეს რა. იმდენად, ანუ სამი თავით უფრო ნარავნი კი არა 10 მმ-დან 1 სმ-ით მაგარი კი არა. უნდა იყოს 2 მეტრით უფრო დიდი ეს ძაღლი, წარმოიდგინე შენ. რომ იქ რო ხმავე რა მოიღონ ძმაო რა. და ეს მოგანიჭონ რა. იგივე ამათთან ერთად არის ერთი ჩვენი წალკელი ბერძენი ადამიანი, რომელიც არის წასული, სანდრო პანაგასოვი რა, ხო ხტები ეს კაცი, რომელმაც ძაღლების გამო შეიძლება მთელი ცხოვრების სიკეთეები დაკარგა რა. ჩადო ეს ყველაფერი და აი ასე უხელმძღვანელა ამ ბიჭებს აი ასე აუხსნა რა უნდა გაეკეთებინათ, როგორ უნდა გაეკეთებინათ და იმათ ჯეროდა ძმაო და გაიტანეს და აგერ ხელები ამიწევია ძმაო და მილოცვები და მაგრამ ეს რამხელა მიღწევა ბიჭო წარმოიდგინე ახლა ჩვენი ნებისმიერი მსროლელი რო გამოვიდეს და დიგვიც იმას რომ ქვეყნის დონეზე არის უსერიოზულესი მიღწევა და ეს არის ისეთი რესპექტი ხელები აგვიწევია. ხო და მე მინდა რომ მე გავაკეთო ჩვენ ესეთი რამე რომ საინტერესოა და გავიცნოთ ეს ბიჭები მოვიწვიოთ მე და შენოთო მოვიწვიოთ ასევე ცვედიანის კლუბი ანუ იქ ანუ სხვადასხვა აგერ ადგილები გვაქვს ჩვენ სხვადასხვა მიმდევრობის და ესე ვთქვა ჯანსაღი კამათი გავმართოთ იმისთვის რომ აიწიო ზოგადად შემეცნების დონე ამ ძაღლებში რა და როგორ არის რა ანუ ევროპის ჩემპიონები ჩათვალე საქართველოს ნაკრებმა რომ ევროპის ჩემპიონატი მოიგოს. არა ბიჭო საოცარ ეზო და ამერიკა ეს ქნეს ამათმა და ბიჭო თან როგორ იცი ეს ძლივს შეკოციცებული ფულით რაღაცა ერთი მანქანით რომელიც გზაში 500 ჯერ გაუფუჭდა რაღაცა ძლივს ჩავიდნენ საჭირის ფული ლამის აი ხო ხტები აქეთ რეკავდნენ აბა ბიჭებო ერთი 100 ლარი ჩაგვირისხედავენ მე ხა შიდა იმას რომ ბიჭები უფრო მაგრად მოყვებიან ამას ყველაფერს და და ბიჭო ესეთი რამე მაგარი გააგორეს ეს პროსტა საოცრება არის და მე მადლობა მინდა მოუხადო აი ამ ბიჭებს და ვთქვა რომ რესპექტ ბრატი ძალიან მაგარი არის უსერიოზულესი მიღწევა ძალიან გული მწყდება რომ ამის შესახებ კიდე ნახევარმა საქართველოს არის ასევე მადლობა ბიჭებო ესეთი კარგი საქმისთვის ქვეყნის საქმისთვის ქართული საქმისთვის და იმედია გაგიცნოთ პირადად და აგერ როგორც ტერასმა თქვა მოგიწვევთ და გავივლით კიდე და უფრო დეტალებში მოგვიყვებით ყველაფერს. ხო და შესაბამისად რადგანაც არ მოხდა ეს სტანდარტიზაცია, რადგანაც არ მოხდა ისეთი რომ ჩვენ გვინდა ქართული ძაღლი და ქართული ძაღლის მიმართ წავიდე ჩვენი კლუბების გაკეთება, კლუბების კი ჩვენი ჯიშების ჩამოყალიბება, ესე გაიყო ცოტა მიმართულებები. მე ჩემს მაკაცებთან ერთადაც ჩხუბობთ მაგაზე რა. მე არ მინდა ძაღლი მეუბნება, რომელიც აი ჩემ გვერდზე 5 წუთში ერთხელ არ მოვა და არ დაგხედავს. 5 წუთი დღეში იცი რამხელა. ეს შენ გონია 5 წუთი და სინამდვილეში ის ითხოვს 30 წამში ერთხელ თავის ძაღლს. მე კიდე აი ის ძაღლი მყავდა სხვადასხვა პანაგასოვის მეშვეობით შეძენილი ძმაო და აი პროსტა ტუზი დამეცა თავის დროზე და გიგას მინდა უთხრა დიდი მადლობა გიგამ გაწვრთნა ეს ძაღლი ისეთ დონეზე რომ მე მაგას ვერ მოვერეოდი ძმაო. ეგ რომელი ძაღლი? რუნი იყო სეტერი. სეტერი. ტიპი ნადირობდა ძალიან მაგრად რა და ეხლა უმალგრესი სტილი ქონდა და რაღაც ეხლა არ გამოვა ძალიან ჩემი ძაღლის თაობაზე ქება, იმედია ბიჭები მოვლენ და თვითონ ყველა მოყვება და ბევრმა იცის ამ ძაღლის შესახებ, მაგრამ როცა ახლოს იყო ბიჭო ქათამი 50-100 მეტრში იყო, მაგრამ როცა საერთოდ არ იყო ქათამი, ერთ დღეს მახსოვს გარდაბნის ნაგზალში ვნადირობდა ესე მესმის ანუ ბიპერზე კი არა იმაზე რა ქვია, გარმინზე ვიბრაცია და ხმა და ამოვიღე ბიჭო და წერია 905 მეტრი ბიჭო.
ანუ მე მანქანისკენ მივდიოდი, ყველა მიდიოდა 905 მეტრში კაცი შულს ქათამი არ აქვს თელ გარდაბნის ნაკრძალში ნანახით და ეს ჩემი ძაღლი 905 მეტრში დაწვა ნაბულზე. 45 წუთი მივდიოდით, მე და რამაზი იეგერი იყო, მან და რამაზი სხვადასხვა შენი ძაღლების ერთ-ერთი ფანი ეპანიოლისტი იყო რა რამაზი. ბიჭო, თან ისეთ ადგილას დაწვა, რომ აი პროსტა კატასტროფა იყო, ხან მუხლებით, ხან იმებით, როგორ ცოცა ბოლოს უკვე წარბებით მიცოცავდით, აი ესე ცივსმები. ესეთი ხევია გადასასვლელი ბიჭო გადავედი. თავი აი ასე ამოვწიოთ, რა და ვხედავ ჩემ ძაღლს და 30 მეტრში არის ძაღლი და მეთქი წამოვალ და ძაღლიანეთ 40 მეტრში ქათამი აფრინდა ჩემ. თუ არ ჩამეკცევოდა სისხლი, აი ხოზე ხარ ტვინში არ მეგონა ძლივს დავიჭირე რუნი, მოვკიდე 45 წუთი ხო მივდივართ იქეთ რა, დასველებული გალუმბულები. ეხლა 45 წუთი ხო უკან წახვიდე და ვიცი ეხლა უეჭველი რუნის აუშვებ თუ არა ეგრევე გავარდება. ძაღლზე თოპზე ის არა მაკარც რემენი არა თოპ მაგას არ ვატარებ არასდროს. კაროჩი მოვიხედი ის რა ქვია შარბიდან მოვიხსენე კამარი, ეს კამარი ჩავავი ამ მოვდივარ ამ 45 წუთი უკან ეს რუნიც ცდილობს წავიდეს, ხო ეს ხარ შარვალი მივარდება. ერთი ხელით შარვალი მიჭირავს, ერთი ხელიდან ძლივს როგორც იქნა გამოვიდი ძმა, მაგრამ ერთადერთი ქათამი ვნახე და ეს იყო დამსახურება ის სიგიჟე რო ქონდა იმ რუნის. და ამაზე მიდის ჩხუბი აუ რა თმინდა მე 900 მეტრში მორბენალი ძაღლი. ო არა მაგრამ რამდენჯერ იყო წალკის დღეში დავდგებოდი 300 მეტრში მესმოდ ან დაწერდა მოვდიოდი და სხვა ტიპი ნადირობდა ჩემი ძაღლიდან მიდი ეუნებოდი. ნუ აი ისეთი შემთხვევები იყო მოკლედ ნუ საოცარი ძაღლი იყო და ძალიან დიდი მოგონებები დამიტოვო რა თქმა უნდა. ძალიან კაი. შესაბამისად ეს არის რა ჩვენ მიმართულება და ეხლა არის ეს თლიანად გამოვეთიში ამას, იმიტომ რომ ამაზე ნებლაგადარნი საქმე ესე ვთქვათ რა მე არ ველოდებოდი არანაირი იმებს რა მაგრამ შემოვიყვანე ერთი ძაღლი, შემოვიყვანე მეორე ძაღლი, იქ რა მდევრებით ჩამოვიყვანე ბიჭებს, მე ის, მაგრამ ნუ აი ამ კარიერაში ვთქვათ, ჩემი განვითარება არ მოხდა, იმიტომ რომ მე ჩემი მოსაზრება მქონდა. ეხლა ჩემი აღმოცანა არის ყოველთვის რომ მყავდეს ჩემთვის გემრიელი და კაი ძაღლი, მყავს ძალიან მაგარი ძაღლი, რა თქმა უნდა. არ არის იმ სეტერი პოინტერი არის ჯიშის აშკარა თვისებების მატარებელი ძაღლები. აი, სეტერი უნდა იაროს როგორც სეტერი, ხო ხდები ნაბული უნდა კონდეს როგორც სეტერი. ყველაფერი თორე არიან ტიპებს რომ სეტერები ყავს და სეტერი არის, მაგრამ რო შეხედავს, მე კურცხარივით რო დარბის ეს სეტერი არ არის. ის შეიძლება ძალიან მაგარი მონადირე ძაღლი იყოს, მაგრამ თავის ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელი არ არის. აი, ეხლა მყავს ნახევრად სეტერი, რა. ეგეთია. ნუ მისტორია თავიდან, აი ნახევარი საათია მოკუქილი არის და კაი ამინდიში და კაი პირობებში რომ მოხდება არის ძალიან მაგარი სეტერი, ხო ხდები, მაგრამ ცოტა არასწორი ვთქვათ ისენი რომ იქ ზოგჯერ კუცაც მიუქნევ, ზოგჯერ ახტება კიდევაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა ბევრ სეტერთან შედარებით ეგ სეტერია, ხო ხდები. მაგრამ არის ისეთი ძაღლები, რომელიც მონადირე ძაღლები ქვია და თავის ჯიშის მახასიათებელი თვისებები საერთოდ არ გააჩნია. პონტერი არის პონტერი რო იზახიან პოინტერი და დარბის კურცხარივით, სეტერი დარბის კურცხარივით, ხო ხდები ის კურცხარი დარბის არ ვიცი რა თხარივი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეგ არის ახლა სუფთა სისხლის თემა ალბათ, ხო? არის ეგ მარტო სისხლის სუფთა სისხლი ერთი ბუდობიდან ანუ შენი ძაღლი მაშინ და შეიძლება გამოვიდეს მონადირე ძაღლები რა. ხო. და მე ყოველთვის მინდა რომ მყავდეს სეტერი. და სეტერის ყოლა ძალიან ძნელი, იმიტომ რომ უეშვიათესი ტიპი არის რა, ეს სეტერი არის, როგორ გითხრა, გვირგვინი მეძაღლებობაში ჩემი აზრით. სეპანიოლი ვიცი. ეპანიოლი პრაქტიკული ნადირობისთვის არის ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი. პრაქტიკული ნადირობისთვის არის ძალიან მაგარი და არ დაგლის არ იმაზე მე ეპანიოლის დაყენება ძაღლად ბევრად უფრო ადვილია. ნაღდის სეტერის დაყენება ძაღლად ეს არის უდიდესი პროცესი. უდიდესი პროცესი, იმიტომ რომ ძალიან გამოცდილი ტიპი უნდა იყო ფსიქოლოგია რო გესმოდეს. ეპონიოლი, რა ვიცით, რა თხარი, კურცხარი მოკალიცემით და 5 წუთში ჯორივით ფეხებზე კიდე. აქ ერთი არასწორი სიტყვა, არასწორმა რეაქციამ შეიძლება ძაღლი ისე გაგიფუჭოს უკან რო ვერ მოიყვანოს. ხო, ეგ სეტერებში მაგას ხინჯს ეძახიან ხოლმე, რაღაც ხინჯები აქვს, მაგათ თავი რო ჩაყვება ფსიქოლოგიური, შეიძლება მერე სულ გაყვესო რა. ანუ მაგ სეტერებს უფრო ფაქიზი ფსიქიკა არის, ესმის, მაგრამ მოსათოკად არის ძალიან, ანუ ის გიჟი არის რა შიგნე. ეხლა ჩემი სეტერი ხო, თქვა, სახში ვერ ნახავ. მინდორში რო გაუშვებდი, აი გიჟივით დადიოდა რა, ხო, ეხლა რო დადგე და შენ როგორც კურცხარ მოიყვანე და ყურები აუწიო და გაუხიო თავი ყვა ცემით რა რასაკეთებან ის ვერ მიხდება, ვერ დააკავშირებს იმას, რომ ის სისხლში რაც უდევს, რატო წესით მე ეს უნდა ვაკეთო და ამის გულისთვის მე ვისჯები. ეგ თუ არასწორად, ნუ всё მორჩა, მაგას არ გააკეთეს, რატო გავაკეთო ეს,
როცა ამის გულისთვის შეიძლება მომხდეს. კონტაქტს დაკარგავს. უფრო გავა როგორ რაღაცას იცი, უფრო მაგრად შორს წავა, რომ იცის რომ იგვერ დაიჭერ და იფიქრებს ერთი მაგის დედაცვათი, ეხლა მე ჩემი ვიკაიფებ, ამას გავაკეთებ და მე და ბოლოს დამიჭერს და ჩემპიონს დროს რა იყოს რა პრობლემა არ არის, მიხდი? და არიან ტიპები მგეშავებს არა პატრონებზე უფრო ვიძახი რა, რომელიც არის იმპერატიული ტიპები, ან მოდია, ეს გააკეთე და ალფა. არიან ტიპები, რომელიც საერთოდ უშვებენ და არიან ტიპები, რომელიც პოულობენ ძმო ამ შუალედს ძაღლი კონტაქტურიც იყოს, ძაღლს არ დაუშვენ, რეალურად ძაღლი ისთვის გინდა მაგან უნდა იპოვოს ყოფრინველი რა. კიდე ერთხელ ვიძახი შენ თუ იზი რომელი ბუჩქის ზის წერი რა გჭირდება, ბუჩქის ქვეშ ზის წერი რა შეჭირდება ხო თქვა ის ძაღლი რა. ასე არის. და ყოველთვის თქვა მე ახლა ჩემ ძაღლებს თქვა ასაგეშად იმიტომ რომ დრო არ მაქვს და სეზონური ალერგია მაქვს და რაღაცა იქ და ყოველთვის ვაბარებ თქვა ლევან კედელაშვილს. თხოვრო ლევან რა ძაღლი მყავს გეხვეწები იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი რა მინდა და ზუსტად ვეუბნები ლევან უყურე მე მჭირდება ეს და ეს რომ შენ ან ტექნიკურ დავალებას ჩემ ძაღლთან დაკავშირებით ლევანი ძალიან კარგად იცნობს და დაგეშვა არ არის მარტო რომ ოპა გავიყვანებ წერზე დადგა ეს ნაბულზე დადგა ეს თავის სისხლში რაძდებს კი ბატონო დაგეშვა სხვა რამე არის იგეშება ძაღლი უფრო გამოცდილებით უფრო პრაქტიკით უფრო შენ ხასიათზე ერგება უფრო იმაშვება ეს არის მერე და გამოცდილება რა ნაბულზე დადგა ძაღლი რაც უფრო მეც ატარებ მით გამოცდილებას უფრო მეც იღებს აი გამოცდილ ძაღლებს ხო უყურებ ტყეში რო შერბის თქვა ქათმისა იგ არ დარბის არატიპიურ ადგილებში სადაც ქათამი იცი სადაც არის ხო მაგრამ იქედან სადაც არის აქ თქვა ერთი ადგილია და სადაც არის მისი აზრით ეგერ არის ადგილი და ეს რო გარბის და შუაში თუ რაღაც ქათამიზის ეს დაწვება მაინც ეს იგი ჭართულია ცხვირი სულ მიხდი აი ეგ არის ესეთი ტიპის ძაღლი რომელიც არის აი ოცნება ძაღლები რა და მე მქონია გამოცდილება ესეთ ოცნება ძაღლებთან და აი თვალებს რო ხუჭევ ისინი მახსენდება და იყო არ დაგიმალავ ზარები ჩემს მაკაცების რო გეხვეწები რა ხომოკალი უკვე 7 ქათამი და დააბიე შენი ძაღლი დაგვანებეთ ჩვენს გინდა ნადირობაო რა და ამას აგერ რა გინდა კომენტარებში გინდა იმაში დაწერენ რა ამის შესახებ იმედია რა აი ესეთი თემაა კარგი ეგ ეხა კურცხარებს შევეხეთ სეტერებს შევეხეთ პოინტერს ასე თუ ისე დრათხარზე რა სიტყვი ანუ ეხა უფრო ისეთი ძაღლია დრათხარზე არაფერს არ ვიტყვი რატო შილაკაცის ნუ რა უქნა იცი ეხლა შილაკაცის ჯარისკაცები ვითაყავს არასოდეს არ მქონდა ინტენდი მე ვთვლი რომ დრათხარი საქართველოსთვის არის მე არ ვიყოლიებდი ახლა მე კიდე ერთხელ ვიზახი ძალიან დიდი მოყვარულთა კასტა ხავთ დრათხარებს და საოცარი ძაღლები არიან თავის ნადირობის სტილით რა მე ვერ ვიყოლიებდი ვთვლი რომ ჯერ ერთი ზედმეტად ჩაცმულია საქართველოს ჩაცმული გულისხმობ იმას ცხელა ბეწვი მეორე თუ იღზე ნადირობაზე და თქვა დასავლეთში რო დათხარს რო უძახიან რა ფოჩი კიდე მე ვთვლი რომ რეტრივერზე უკეთესი ლაბრადორ რეტრივერზე უკეთესი ჯიში საერთოდ არ არსებობს ჩემი აზრით ფოთისთვის პირდაპირ გამოტანა იქ მეტი ო გამოტანაზე მაგრამ კიდე ნადირობს ბიჭო არ ნადირობენ ისინი ნაბულით იქ ძირითადად რა ხო ამ ხელა ბალახში მანოკი დამდგარი ხოვაზე ხარ და მანოკ ზურტყავს და დასავლეთში ეგეთი ნადირობის სტილი არის უფრო რა ერთი ეგ მითხარ მანოქს მაგას არაფერი არ ეშველება კონტროლის გარდა კონტროლიც და მე დარწმუნებული ვარ რა 90% მემანოკეების დგავენ მანოქს სხვის ჯინაზე იმიტომ რომ ის თუ დგავს მე რა გავაკეთო იძახის რა და როგორც წესი ის არ არის უბრალო ადამიანები რა ო მე კონდა და დღეს რო იძახიან რომ მოდი ახლა ჩვენ კანონი შემოვიტანოთ განსაზღვროთ ის და ეგერთა სამსახური მერე იქნება. არ გვაქვს ბიჭო ჩვენ ახლა ცუდი კანონი დღესაც. კი, რა თქმა უნდა ეს კანონი უნდა შეიცვალოს ბევრ რაღაცაში. მაგრამ შენ თუ კონტროლის მექანიზმი დღეს არ გაქვს, დღეს კანონს რომ მიიღებ და ზე კიდე მაგაზე ილავა, მოდი ესე გავაკეთოთ, ჯერ კონტროლის მექანიზმი შევქმნათ. რომელიც ამას ყველაფერს გააკონტროლებს და მე ამ კონტროლის მექანიზმთან დაკავშირებით მიხედვით გავაკეთოთ პატარა ცვლილებები რა. სისულელია ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ის უნდა გავაკეთოთ, ჩვენ გვექნება მაგაზე აუცილებლად დებატები. ხო, არა, ეგ საინტერესო თემაა რა. და შესაბამისად ამ მანოკებს არაფერი, ანუ მე დარწმუნებული ვარ, 90% ამ მანოკეების არის სხვის ჯინაზე მემანოკე.
ტიპს რო ვეუბნები რატო აყენებ მანოქს მეუბნები მაგის დედავათი მე თუ არ დავაყე ის აყენებს და მე რა გავაკეთო დებილი ვია რო თან ახლა მე რას დავაკვირდი იცი ეგ მანოკის ადგილობრივი ტიპები არიან რომ აქედან რომ რეკავენ ტიპები რომ პატივი უნავცე ჩამოდიან ახლა აღარ დავასახელებ როგორ ეს მივლია ძმაო რა გავაკეთო დადიხარ ძმაო იქედან კიდე დაურეკია და ტარას ჩამოდი ვიძახი რომ ჩავსულ ვარ ძმაო რა ერთხელ ვარ ნამყოფი ბიჭო მეც ასე სეზონზე ერთხელ მაქსიმუმ ორი მაგრამ ისეც ვარ შესწრებული მოვსულ ვარ ძმაო ჩემ ადგილებში სადაც უნდა მენადირებინა ხოლმე ხარ ხედავ აქ დავდივარ და იქ ვედროები წყალი და აქ ხოლმე ხარ რო გაუსწრელდება ლულა ჩადებს შტაზიას და მიდის და ავდგარ ვარ და შევსულ ვარ ძმაო იქ სანადირო და ბაიღო დილას რო ადგები 4 საათზე ძმაო გამოეწყობი ამ შენ ძაღლს გეშავ იმას აგედებ გადაყვები და მოხვალ და ვიღაცა ტიპს აქ მოკრეფილია და მარშრუტკები დადის და კორპორატივებს ეს არ არის ნადირობასთან არაფერი ეს არის არც მოპოვებასთან არაფერი ჩაულებრივი კორპორატივები არის ძმაო მიდიან ბაღ გაისვრიან დაждდებიან დალევენ ის მონადირე ადამიანები რომელსაც მე ვიცნობ მართლა ძალიან ცოდვები არიან ძმაო შემაშფოთებელი ფაქტებია ძმაო მაგრამ კიდე ერთხელ ვიძახი რომ მეც ვარ ნამყოფი რა გავაკეთო რა მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა რა არის იცი რომ იქ არასოდეს მე არ მინახია იქ მათ შორის სადაც მე მინადირია ნუ არც ერთი გედეის მანქანა არ მინახია აი ეგ არის პრობლემა დარეკავ იტყვიან ბოზი ხარო და მაქს აქციას რა ქვია მე ეგ უნდა ძმაო ბიჭო იქ მომისმინე იქ ისეთ რაღაც პროსტა ეხლა რაღაცეებს ჩვენ ახლა ძაღლებზე დავიწყეთ თორე იქ შემთხვევები იყო ძმაო ტიპები ზიანი იღზე ნადირობენ არ მინდა ახლა სახელი დაგვარები და აი კანონებს ნუ გაროჩა იქედა მხარეს რო არიან და ჩვენ რო აქეთ გვასწავლიან როგორი უნდა იყოს კანონი რა ზიან ორი ტიპი იღზე ნადირობენ მანოკი არ ჩართული ხედავენ მტკვრის მეორე პირას გაიჩიტა მანქანის ფიქრეს გედე იყო არ არისო გატიჭეს მანოკი იქიდან გადმოვიდნენ როჟები ნუ ტიპები ხოლმე ხარ ჩართეს მანოკი თვითონ დაიწყეს ნადირობა ვა ამათ მაიღეს გედეიში დარეკეს წარმოიდგინე ადონის თავხედი და ო დარეკეს მო გედეი მოვიდა აიყვანა ის ტიპები წავიდნენ ამათვე ჩართეს გააგზავნეს ნადირობა რა ან წერზე ეგეთი რაღაცეები დაინახეს რომ ვიღაცა ტიპებმა რა დარეკეს გედეი მოვიდა ფაცურით მიცური ესენი რომ ვითომ რაღაცა ოზე ხარ რაღაცა მე ამაც აყვანილზე იმ გაშლილ მინდორზე ინადირეს მო ქართულ უწესობას ძმო საზღვარი არ გააჩნია როგორც წესიერებასაც ო აზარია გესმის მაგრამ ამას თუ თვითონ სახელმწიფომ არ არეგულირა სახელმწიფო რა არის სახელმწიფო არის უხილავი ხელი ხო ყველაფერში რა უხილავად უნდა შენ თქმის არ იყოს არ უნდა ჭირდებოდეს ადამიანს ბოზობა ხო მაგას ვიძახი ხა ჩვენ იმაში არ არის ძმო სიმართლის თქმა ბოზობა არ არისო გახსოვს მიშას დროს და ისეს ეგ ბაზარი რა არ არის საჭირო ძმო ადამიანი ჩაულებრივი მოქალაქე წესიერი კაცი ჩვენ წესში არ და მე ამაგას არ ვემხობი ამ ბოზობას და დარეკვებს და იმას არ ვემხობი ძმო შენ როგორც უძახე თავისუფლება და მე ამაგას არ გავაკეთე მირჩევნია მივიდი მაგრამ მე პირადად კონფლიქტამდე მივიდი აუ სულ კონფლიქტი მაქვს ხო არა ხო ხვდები რომ აუ ძმაო რა მიდის დატოვება რაღაცა იქედა და მიდის და ძირითადად ვისთანაც მიდიხარ იქიდან არ ხვდება შენი თქვა შენი გაგების ხალხი რა ხან ესეთი ხვდება ხან კიდე უფრო მეტი ხვდება ხან ასე შენ უბრალოდ ეგ პრობლემაა ნუ შეიძლება მიხვიდე და უფრო სერიოზულად და შესაბამისად ის უხილავი ხელი უნდა მოქმედებდეს თორე შენ რაც არ უნდა კანონი შეიტანო თუ ჩემი ძმა ხარ რა იქ ძაღლებს და კიდე შენ 800 ლარიანი ისინი რა ქვია GPS-ები და GPS ნუ ისინი რა ქვია საშენი უნდა კონდეს ეს უნდა იყოს ის უნდა იყოს ეს ყველაფერი ქაღალდი ყველაფერზე იტანს ძმო თორე საქართველოში ბევრად უფრო ნაკლები პრობლემა დგას ჩემი აზრით კანონის მიღებაში ახალი კანონის მიღებაში ვიდრე პრობლემა დგას არსებული კანონის გაუმჯობესებაში შესრულებაში ბრატ არაფერი მე დარწმუნებული ვარ როგორც გახსოვს ერთ დღეს ყველამ გაიკეთა რემენი ერთ დღეში უსაფრთხოების დღე ერთ დღეში ძმო მთელ საქართველოს დააწყებინებ სწორად ნადირობას და ეგ ბევრად უფრო მეტი кайფი იქნება ძაღლებთან თუ მივდივართ იმ მანოგზე იმდენი ძაღლი ფუჭდება ხო აზრია არაბუნებრივად 4-5 ერთად ამოდის ბიჭო ეგეთი რამე არის გარბის ესამე ნაბულის შესწრებას არ აძლევს უგოი პადვოტკა რო აქ მე უკვე ძაღლს ვოზე ხო არ მიდის იმაზე მიტანებაზე და რაღაცა რა ეგაც იზრდება ხო ხო და აქაც აი უყურე მიტანებაზე გაგვახსენეთ ანუ საბჭოთა კავშირის წესებით არის როგორი რაღაცა ყოფილი 82 წესებით რომ ძაღლი დადგა ნაბულზე შენ მიდიხარ ეუბნები ეცი უნდა
გადახდეს და უნდა ამოიყვანოს ფრინველი. სადაც ევროპული წესებით იძახიან, რომ არა, ძაღლი უნდა იყოს გაჩერებული, შენ მიხვალ და ткап შენთან ერთად უნდა მივიდეს ფრინველად. რაშიც მე, ჩემი აზრი მაქვს ჩამოყალიბებული, მე 10 თავით როგორ მონადირე ადამიანს ეს პადუოტკიანი ძაღლი მირჩევნია. მოვედი დგას, ეცი. თქვა შევარჩიე კაი ადგილი, ეც შემოძღვნა, მივარდა, ამიფრინდა ფრინველი მოვკალი რა. მაგრამ პადუოტკა არის ისეთი რამე, რომელიც ძაღლს აი თუ არა აქვს პადუოტკა, მილიონს რო გადაუხდი ადამიანს ვერ დააწყებინა ვერა ფსიქის ამბავი. და ჩემი აზრით ევროპელებმა რადგანაც ყველაზე მძიმე ამბავი იყო და ჩვენ თუ თავის სახეთ რომ ყავდეს ქართული ძაღლი, რომელსაც უეჭველი უნდა კონდეს პადუოტკა, ეგ ნიშნავს, რომ აი ძალიან დიდ პრობლემებში გავიჩიტები. თითქმის იდეალთან, ისეთ იდეალთან მივალთ, რომელიც მიუღწევადი თითქმის არის რა. ჩემი აზრით ევროპელებმა ადგილზე მიხვდნენ, რომ ეს არ შეიძლება, რომ მოდი რა, ეხლა თვალ შეჯიბრებს ხო არ გავა, ეხლა ის ძაღლი ყველაფერში ძალიან მაგარია, მაგრამ ეს არა აქვს. მოდი მე ამოვაფრენ რა ამ ფრინველს რა. მithumet ის გნოლზე კეთდება ეს შეჯიბრები, გნოლი უფრო ადგილად ამოსაფრენია და ასე შემდეგ. სულ გაყინულიც არ უნდა იყოს იმ ძაღლმა, რომ 1-2 ნაბიჯი გადადგას. უკვე მიტანება. რეალი პადუოტკა რო გააკეთოს ეგრეთ ვთქვათ, უკვე მიტანებაა, ხო ხტები, როცა საბჭოთა კავშირის წესებში პირდაპირ თავის ქულა გქონდა რა პადუოტკას რა. ეს ის არის უნდა მივიდეს ტრაქეში უნდა ამოარტყეს ფრინველს, ფრინველი უნდა აიყვანოს იმაზე რა. აი ასე არის რა. ჩვენი ძაღლების ამბები რა და ეხლა პოდკასტი არ გამოგივიდა, უფრო მონოლოგი გამოგივიდა. ეხლა შენი გამოცდილების შესახებ მოხები. ჩემი გამოცდილების შესახებ რა, ეხლა მე გეტყვი რომ მყავდა ილანდიური სეტერი, მყავდა კურცხარი, მყავდა პოინტერი, მაგრამ პოინტერი მომიკვდა, ვერ დავაყენე იქამდე, ეპილეფსია დაემართა, ეგეთი რაღაცა. ხშირი არის ძაღლებში. ხო, ნუ ძალიან შავი პოინტერი იყო, მამალი 7 თვის. აცხელოდა, ყველა ხო ის შავი ძაღლი არ უნდა იყოს, მაგრამ ცხელა. ხახაში ჩახედე ავიარი და ეგეთი მითები რა, რომელიც აი ილანდიური სეტერი, ვიჟლაც მყავდა ერთ პერიოდი აქ ვიყიდე რა. ყველა ეგზოტიკური ძაღლი ყავდა. კი, მე ხო და ეხა ესპანიოლი მყავს ძალიან მომწონს, თუმცა ჩემი პუდელი უნდა იყვანო. ხო ეს პუდელი. მონადირე ძაღლი. აი, პუდელი არის მონადირე ძაღლი ჯიში. просто ამან იმ სხერკლა. როგორ არის დეკორატიულობა ლამაზე მის სხერკლა პუდელის ვეიმარანული. ხო, ეგაც ის ნაცისფერი როა. ნაცისფერი როა და სეტერებშიც მოსდის, ეხლა არის საგამოფენო და ლამაზე. ილანდიურებიც სხვადასხვა შორის მაგას ეწირებიან, ეხლა ილანდიური სეტერებიც, მე მყავდა ილანდიური სეტერი, მაგაზე მაგარი ძაღლი, რა ვიცი, აი, ზეყნოს ცხვირს არ ჩადებდა, არ არსებობდა რა. ესე მოატარებ და სეტერი რომელიც ქვევით ცხვირს ყოფს, უკვე სეტერი. ხო, ანუ ესე მოატარებ. ის როგორი იყო ნადირობა რა, ანუ ორი ძაღლი დადიოდნენ ინგლისური კუნძულოვანი რატო ეძახიან რა სეტერი და პოინტერი, იმან უნდა იპოვოს ფრინველი. იმან აპორტი გააკეთოს. აგიფრინოს იმან არც მიდის იმის მოსატან. ეს სერია ბრატ. ხო, ეგრეა პოინტერი. ეხლა სპანიელი და ნუ პოინტერით რო ნადირობდნენ, ის დადგებოდა, ის უკვე ჩამოგდებულს მოიტანდა. მე კიდევ ორი განხრა გაიჩიტა ჩვენთან, ეხლა ესეც არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ გერმანული კურცხარების და ევროპული კურცხარების. ხო ხტები რა. ეგ ეხლა კურცხარები უფრო იქაც მაგარი ჭყალებში ისინი ჭყუპები და ჭყუპები კი არა ბრძოლები, რომ აი მე გერმანული მირჩევნია, იმიტომ რომ ამას აკეთებს და იმას. საბოლოო ჯამში ორივე მყავდა რა. მე თუ მკითხავ ნადირობის თვალსაზრისით რა დიდი განსხვავება მე პირადად ვერ დავინახე. იმასაც თავის кайფები აქვს, ამასაც თავის кайფები აქვს. ბესტო მყავდა გერმანული, მე რომ მყავდა ევროპული მოშენების. მყავს ეხლაც იმედია. აი ეგ. ნაშო, ეხლა იქ ცუგა. რავი, ზურასთან არის ზურა აკუპუნქტურით, ანუ ეს ნემსების თერაპიით ცდილობს რომ დააყენოს ფეხზე. სხვათა შორის ეხლა არ გამოგვივიდეს რეკლამაში და იმაში, მაგრამ არის ესეთი კლინიკა ბონამენტე, სადაც ძაღლები, რომელიც არ დადიან, რომელთაც კუჩი გასვლის პრობლემები აქვს, ხერხემალის დაზიანებები და ზურა მამედოვი აკეთებს საოცრებებს მოკლედ. ძალიან რესპექტი ჩვენგან და ვისაც დაჭირდება შეუულია მოსირჩეთ ბონამენტი და ხო, ანუ ჩვენ ახლა რეკლამას არავის არ უკეთებთ, უბრალოდ რაც ვიცით მაქსიმალურად ვცდილობთ რომ გადმოგცეთ. ჩვენი მოდკასტის ჩამოყალიბების ამბავიც როგორი იყო, ხო შევთანხმდით ჩვენ. ხო, იქ თემა იყო. ჩვენ ორივე self-made წარმატებული ადამიანები ვართ, ესე ვთვლით ყოველ შემთხვევაში. პირობას ვდებ ყოველ შემთხვევაში მე რომ ეს ჩვენი მოდკასტი თუ რაც იქნება, არასოდეს არ იქნება დამოკიდებული იმაზე, რომ მოდი ახლა ეს ვილაპარაკოთ ჩვენი და სპონსორებისგან ფულს მივიღებთ. ჩვენი გვაქვს. არ სპონსორებს ვეძებთ, რომ იცოდეთ ახლა, როცა ვიქნებით მაგრები,
ვიღაცის წესების აღსრულებას გვირჩევნია, რომ ის ჩვენ გემოს წესების თუ მოვა სპონსორი მოვა თუ არა და ჩვეულებრივად ჩვენ ჩვენ გენაცვალოთ კვეთშირიმეს კაი გვერდით დამოუკიდებლობა და თავისუფლება. თავისუფლება პირველი მოკლედ, თავისუფლება არის ყველაზე დიდი მონოპოლარი, რაც ჩვენ საქართველოში კიდე გვაქვს. კიდე გვაქვს. კი, ბრატ, და როიძახიან ევროპა გვინდა და ის გვინდა რა. ეს ვიზახი არის საზოგადოებები, სადაც მე არ ვიზახი ამას კიდე ერთხელ, მე არა ვარ მომხრე არც ერთი მხარის, არც მეორე მხარის. მე მინდა ქართული სახელმწიფო, სადაც დღევანდელი თავისუფლება ადამიანს უნდა კონდეს შენარჩუნებული. იმიტომ ღმერთის მოცემულია ეს. აგა შენა ღმერთმა ამ მაღალ ლამაზ და თავისუფალ ნოტაზე ნენელა გავიწიოთ დასასრულისკენ და შემდეგში კიდე უფრო მეტი საინტერესო ამბები. დავაანონსოთ თემები, თქვა ამ ძაღლებთან დაკავშირებით ჩვენ გვინდა მოვიწვიოთ ჩვენი მეგობრები, რომელთაც უფრო მეტი ცოდნა გააჩნია, ვიდრე მე შენ და გამოცდილება რა თქმა უნდა მეტი აქვთ. ლევანა კედელა თქვა. სიამოვნებით, შენ რა როგორც კიდე გიორგი მოვლენძმო და აქედან ამ ეთერიდან ძმო ხალხს მიესალმებიან და გაუზიარებენ ამას ყველაფერს. ჩვენი გიგოც აუცილებლად გიგოს აქ იქნება, იმიტომ რომ გიგო არის ის ტიპი, რომელიც იქაც იყო, აქაც ანუ 90-იანების ხოლმე ჩვენ რომ მოგვიწია, რომ იქიდან გადატეხვის ისა რა ქვია, გიგო იმაში იყო რა და გიგოს აზრები ძალიან საინტერესო იქნება. კი. შესაბამისად მე კიდე გავაგზავნებ რაღაცა იარაღები და ვაანონსებ. იარაღები და სხვა შორის ის შენი ერვას გადაღება მინდა და მაგაზე ლაზერ ერვა მეც მინდა გადაღება. და მაგაზე ერთ პატარა რუბრიკასავით რაღაცა გავაკეთოთ რა, იმიტომ რომ სამიზნეებით, იმებით, კალიმატორებით, იმებით, სვაროვსკის ოპტიკებით ასე შემდეგ. ეწვევი ამ დღეებში გავაკეთებ და ნელ-ნელა ჩვენ გავიწიოთ და გავაკეთოთ ეს მონადირული მოდკასტი და მე ვნახოთ სადაც მივა. მე გავაგრძელოთ. მანამდე კიდე ხა სევილია ორ კვირაში სევილიაში მივდივართ სევილია გველის იქიდანაც. კვიპროსში ხო დავანგრიეთ. კვიპროსში დავანგრიეთ. დავანგრიეთ რესტორნები. ეგეთ კვიპროსის ნაირი პაესტიკა ძმაო, ავიცი. აქედან მოგესალმებით კვიპროსის დროებითი ჯგუფის მონაწილეებს. ძალიან მაგარი დრო ვატარეთ, მაგრად ვისი ჰოპა. ოპა ჩავი. ხო ის არის ცოტა. ეგ სასაული. მაგას მოვაყოლოთ რომ მოვა მე ეგ. კი, აუცილებლად ძალიან მაგარი სტუმრები გვეყოლება ჩვენ მოდკასტში. აუ სასაული. აგრეთვე პოლიტიკოსები, ვთქვა, ჩინოვნიკები, მაგრამ სხვა მონადირული მხრიდან და ჩვენი აღმოცანა არის, რომ სხვა მხრიდან, არანაირი პოლიტიკური მხრიდან და არანაირი შაბლონური შეხედვების მხრიდან თქვენ გაგაცნოთ ეს ადამიანები თავის მოღვაწეობიდან საიდან მოდიან, როგორ მოდიან, ნადირობაში როგორ ხდებიან, სპორტში როგორ ხდებიან, ეგრეთ წოდებული ჩვენ სპორტინგში და მე დარწმუნებული ვარ, გაიცნობთ სრულიად ახალ ტიპებს რა, რომელთაც ზუსტად ჩვენ ისეთ ხალხს მოვიყვანთ, რომელსაც შეხედავთ სხვა კუთხიდან. კამფეტები გვექნება? კი. მე დღეს აღმოვაჩინე მაგარი გავხსედი სულ და ჩვენი ძმისთვის ჩამოტანილი კამფეტები. მეც ჩამოუტანე და შენ გეუბნები. პატარა კამფეტები ბევრი გვაქვს დაწყობილი რა. შაბათ კვირას ტურნირისთვის ამოვიტან და ჩაგახუტებ შენს კამფეტებს კიპრიდან ჩამოვიტანეთ. მაგისტვის, სპეციალურად მაგისტვის ვიყავით სასული. ესე გამოვიდა რა კამფეტების გარდა პრინციპში რატო ქალბატონმა კეთევანმა ხო ჩამოიტანა ქალბატონმა კეთევანმა გვასახელა მეკაურმაც მოიგო ძმა მეკაურმა მოიგო ადგილობრივი ტურნირი რა ხოძე იყო ვერ გეტყვი ძმა რა საოცარ ხოძე იყო სასაული იყო მაგის კადრებიც გვაქვს მაგ ყველაფერს კიდე რუბრიკის სახით ჩვენ არხზე განვთავსებთ ახლა საინტერესო თემები გაიჩით რა ახლა ჩემი ტოპი ხო იყო თავის დროზე ვთქვა პირველი ჩემი ტოპი გრავირებული ვარიანტი რა მე დიდგორი ეგ იყო 200 მეტრში პირში საფანტირო შემიგდო მაგ ვიჟე სხვანაირად რაღაცა სხვა ეს გამმართოთ ხალხმა რა გარანაირ ძალადობასთან არ იყოს რა არ იყო მესროლა პირდაპირ საფანტი გამოიღე პირიდან საიდან მოახერხე შეჩო სისულელეც იძახი ისე ვიღაცი იტყვის რომ მე შენ გესროლა ბიჭო არა შენ არა მაგრამ შენი ტოპი იქნებოდა იმ შორეზე ვერც ერთ ტოპი ვერ წაიღე მაგრამ კიდე საოცარი ტოპები მოდის არ დავაანონსებ ამ თემებს საქართველოს სოფლიოში ყველაზე საოცარი ტოპები ხდება საქართველოში მეგობრებო რა ამ ტოპებს გაჩვენებს ეგენიც გავა ტელევიზორით აუცილებლად ეგეთი გაიხარე მე გავაკეთოთ კიდე სპორტული ტოპების მიმოხილვები მონადირული ტოპების ო ეგენი კიდე ცალკე დაწვრილებით რა და ეხლა არასოდეს არ მეგონა თუ ასე ბიჯდებოდი და ამას ვითხოვდი როდის მე რა მაგრამ უღრეთ ჩვენ მე და ოთარი ვაკეთებთ ამ
პოდკასტი მოდკასტი იმისთვის რომ უფრო თვითრეალიზაციის თვითრეალიზაცია. და кайფი მივიღოთ ამისგან რა. როგორც როლით, როგორც ნადირობით, ასევე აი ჩვენ ერთმანეთის საუბრით იმხელა სიყვარული, იმხელა ურთიერთობა და ისეთ კაი დროს ვატარებთ, რომ გადავწყვიტეთ ესე პახოვთ თქვენს გაგახალისოთ ხო რა, რატომაც არა. ეს ზედმეტად სერიოზული გამოგვივიდა, უფრო მეტი იუმორი იქნება ჩართული და ჩვენთვის აუცილებელია რომ ჩვენი მუშაობის ხარისხის შესაფასებლად თქვენთვის ეს არაფერს არ ნიშნავს, უბრალოდ მონიშნოთ არხი, დაალაიკოთ, ან პირიქით თქვათ რომ ცუდია და მოგვიწეროთ კომენტარში რა. ჩვენ მაგის პრობლემაც არ აქვს, ჩვენ ასე რომ გავერთობთ ამას. გაიხარეთ, არა, ჯიგარი ხარ, მოსვლისთვის ჩემი ძმა ხარ, გინოცვალე. წარმატებები ყველას, დაგიბრუნდებით საინტერესო თემებით, შემდეგში აბა დროებით. აბა თქვენიც.